გამარჯობა ყველას! დღეს ჩვენ გამოვავლენთ ამერიკის ისტორიის სხვადასხვა დამონებული ქალების დაფარულ და რთულ ცხოვრებას. კოლონიური ამერიკიდან სამოქალაქო ომამდე მათი ისტორიები ავლენს გადარჩენის, ექსპლუატაციისა და ისეთ ამბებს, რომლებიც დამალული ან თითქმის დავიწყებული იყო ბნელ რეალობას. შემომიერთდით, როცა ყველაფერს ამას და კიდევ ბევრ სხვას გავეცნობით. ვიდეოს დაწყებამდე მინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩემი არხის წევრებს, რომლებმაც ამ ვიდეოს ადრეული წვდომა მიიღეს. თუ გსურთ თავადაც მიიღოთ ადრეული წვდომა ან სხვა პრივილეგიები, როგორიც ამ მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილი გამოკითხვები, პოსტები და ვიდეოები, აუცილებლად გადახედეთ და შემოუერთდით, თუ დაინტერესებული ხართ. მაინც კიდევ ერთხელ მადლობა ყველა წევრს და იმედი მაქვს ყველას მოეწონება ვიდეო. მადლობთ. დაბადებული მონობაში კოლონიურ ნიუ-იორკში, ელიზაბეთ ფრიმენი არასდროს იყო განწირული ისტორიისთვის კვალი დაეტოვებინა. ღარიბი, უწიგნური და მონობაში მყოფი, ის უგულებელყოფილი იყო იმ მამაკაცების მიერ, რომლებიც საკუთარ თავს თავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ მას უარსეუბნებოდნენ. და მაინც მან წარმოუდგენელი გააკეთა. მან სასამართლოში უჩილა თავის ეგრეთ ოდობლი ბატონს თავისუფლებისთვის. მაგრამ როგორ შეძლო ქალმა, რომელსაც არც კითხვა შეეძლო და არც წერა, ასეთი საქმის მოგება და როგორ შეარყია მისმა ბრძოლამ ახალი ერის საფუძვლები? ელიზაბეთ ფრიმენი, რომელიც მოგვიანებით მამბეტად გახდა ცნობილი, დაიბადა მონობაში 1740-იანი წლების შუა პერიოდში, სავარაუდოდ 1754 წლის გაზაფხულზე. მისი დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია. თუმცა ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს იყო ნიუ-იორკის შტატში, სადაც ის გაიზარდა პიტერ ჰოგებუმის პლანტაციაზე, კლავერაკში, რაც დღეს კოლუმბიის ოლქია. ჰოგებუმი, როგორც მისი გვარი მიუთითებს, იყო ჰოლანდიური ოჯახის წევრი, რომელიც ამერიკის ამ ნაწილში დასახლდა მე-17 საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ნიუ-იორკი ცნობილი იყო როგორც ნიუ-ამსტერდამი და ჰოლანდიის კოლონია იყო. მისი ბავშვობის წლებში მას ბეტს ეძახდნენ, რაც თითქმის უდაოდ ელიზაბეთის შემოკლებული ფორმა იყო. იმის მიხედვით, რაც ჰოგებუმის ფერმის შესახებ ვიცით, ის გაიზარდა ოჯახში, სადაც ბევრი ადამიანი მონობაში იყო. მათ შორის იყო მისი და ლიზი. როგორც მე-18 საუკუნეში მონებისთვის იყო ჩვეულებრივი, მისი მშობლების ვინაობა უცნობია და გაურკვეველია, დარჩნენ თუ არა ისინი იმავე მამულში. სამწუხაროდ ბეტმა წერა-კითხვა ვერასდროს ისწავლა და მისი ცხოვრების ადრეული წლები სიჩუმეში დარჩა, რადგან მან არ დატოვა არანაირი წერილობითი ჩანაწერი. ამის ნათლად, მისი ისტორიის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვეთ. მას შემდეგ, რაც მან თავის საზოგადოებაში გამოაჩინა და მთელი შტატის ყურადღება მიიპოვა. სითამამითა და უპრეცედენტო სამართლებრივი ბრძოლით და როგორც მალე ვნახავთ, ამ ბრძოლამ ყველაფერი შეცვალა. 1750-იანი წლების დასაწყისში, პიტერ ჰოგებუმის ქალიშვილი ჰანა დაქორწინდა პოლკოვნიკ ჯონ ეშლიზე, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ შეფილდში გამორჩეული ფიგურა იყო. ბეტი გაგზავნეს ჰანასთან საცხოვრებლად, როგორც საოჯახო მონა შეფილდში. მაშინ, როდესაც ის შესაძლოა მხოლოდ 7 ან 8 წლის იყო. საბედნიეროდ, ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვიხილოთ ის სამყარო, რომელშიც ის თითქმის 3 ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა, რადგან პოლკოვნიკ ჯონ ეშლის სახლი, რომელიც 1735 წელს აშენდა, დღემდე დგას და ახლა მუზეუმია. როგორც 2.5-სართულიანი სახლი, მას ბევრი ოთახი აქვს და მე-18 საუკუნის შუა პერიოდის სტანდარტებით ძალიან დიდ სოფლის სახლად ითვლებოდა. ბეტის ცხოვრება აქ ძირითადად სახლის სისუფთავის შენარჩუნებას, ტანსაცმლის რეცხვასა და მძიმე ფიზიკურ შრომას მოიცავდა, რაც ბევრად მეტროს ითხოვდა იმ ეპოქაში, როცა არ არსებობდა სარეცხი მანქანები, საშრობები, მტვერსასრუტები და სხვა ტექნიკა. ეშლის ოჯახში ბეტმა მალე დაამტკიცა, რომ იყო ქალი, რომელსაც თავისი დამონებულები არ აშინებდნენ. მოგვიანო აღწერებში ჰანა ეშლი მკაცრ ქალად არის მოხსენიებული და ერთ ცნობილ ისტორიაში ნათქვამია, რომ მან გაცხელებული ნიჩაბი აიღო, რათა ბეტის დას ლიზის დასცემოდა. ლიზიც ეშლის ოჯახში იყო გაგზავნილი საცხოვრებლად, მაგრამ სანამ ჰანა ლიზის დაარტყამდა, ბეტი ჩაერია და მისი დარტყმები აღკვეთა. ჰანამ მას ღრმა ჭრილობა მიაყენა, რომელმაც დიდი ნაიარევი დაუტოვა, მაგრამ ბეტმა ეს ნაიარევი არ დამალა. პირიქით, ყველას აჩვენებდა, რათა სტუმრებისთვის ეთქვა, რომ მისის ეშლი თავის მონებს სასტიკად ექცეოდა. ამ წლებში ბეტიც დედა გახდა. მისი შვილის მამის ვინაობა უცნობია. თუმცა ტრადიციის მიხედვით ის ამერიკის რევოლუციურ ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. სანამ კაცები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ბეტი მონობაში რჩებოდა და შვილს ზრდიდა სამყაროში, რომელიც მას თავისუფლების ყველაზე ელემენტარულ უფლებასაც კი არ აძლევდა. მაგრამ შეფილდში იწერებოდა სიტყვები, რომლებიც მალე ამ წინააღმდეგობას უგულებელყოფას შეუძლებელს ფასშეუძლებელს გახდიდა. ელიზაბეთი დიდ ცვლილებათა ეპოქაში ცხოვრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სანამ ეშლების ოჯახში ცხოვრობდა. როდესაც ის აქ იზრდებოდა, მუდმივად ესმოდა საუბრები ფრანგებთან ხანგრძლივ ომზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში 1754 წლიდან 1763 წლამდე მამიწლამდე მძვინვარებდა.
ეს კონფლიქტი დასრულდა ბრიტანელების მიერ იმ დროისთვის ახალ საფრანგეთად წოდებული ტერიტორიის დაპყრობით, რომელსაც დღეს კანადას უწოდებთ, ხოლო მასაჩუსეტსი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩა. მას ასევე ექნებოდა მოსმენილი ჯონ ეშლისა და იმ სტუმრების მზარდი გაბრაზება, რომლებიც მის სახლში იკრიბებოდნენ და ბრიტანეთის გვირგვინის მიერ მასაჩუსეტსა და დანარჩენ 12 კოლონიაზე, ნიუ-ჰემფშირიდან ჯორჯიამდე დაწესებულ მზარდ გადასახადებზე ჩიოდნენ. 1773 წლის იანვარში, როდესაც ის სავარაუდოდ 30 წელს უახლოვდებოდა, მასაჩუსეტსის მიწათმფლობელთა დიდი ჯგუფი შეიკრიბა ეშლის სახლში, შეფილდში, რათა შეედგინათ დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით შეფილდის დეკლარაციის სახელით გახდა ცნობილი. დოკუმენტი აპროტესტებდა კოლონიებში ბრიტანული ტირანიის ზრდას და აცხადებდა, ციტატა: ადამიანი ბუნებრივ მდგომარეობაში თანასწორები, თავისუფლები და ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან და აქვთ უფლება შვიდად ისარგებლონ თავიანთი სიცოცხლით, თავისუფლებითა და საკუთრებით. თომას ჯეფერსონი ამ სიტყვებს პარაფრაზით გამომოიყენებდა, როდესაც 3 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის დეკლარაციას დაწერდა. მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ თეოდორ სეჯვიკმა, ახალგაზრდა იურისტმა, შეადგინა შეფილდის დეკლარაციის ძირითადი ნაწილი ეშლის სახლში გამართული შეხვედრის დროს. ის კვლავ გამოჩნდება ელიზაბეთის ისტორიაში მალე. ბეტისთვის თუ მან რაიმე გაიგო შეფილდის დეკლარაციის შესახებ, რომელიც ეშლის სახლში 1773 წლის იანვარში შეადგინეს, ვერ გამორჩებოდა ირონია. კაცებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყველას ეკუთვნის თავისუფლება და ბუნებრივი უფლებები, ეს ამაღლებული ფრაზები დაწერეს მაშინ, როცა ბეტი იმავე სახლის ქვეშ ჯაჯვებში ყავდათ. თავისუფლების ენა დარბაზებში ისმოდა, მაგრამ მას არ მოიცავდა. ჯერ არა. მაგრამ მომდევნო წლებში ის გადაწყვეტდა, შეემოწმებინა, რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა ამ სიტყვებს. შეფილდის დეკლარაცია მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამერიკის რევოლუციური ომის დაწყებამდე. ბოსტონის ჩაის წვეულება მასაჩუსეტსის მეორე მხარეს გაიმართა 1773 წლის დეკემბერში. ამის შემდეგ პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდა, რამაც 1775 წლის გაზაფხულზე ომის დაწყება გამოიწვია. მეორე კონტინენტურმა კონგრესმა თომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაქვეყნა ფილადელფიაში 1771 წლის ზაფხულში. შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ბრიტანეთთან, რომელიც 1791 წელს ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა და 1793 წელს ბრიტანეთმა აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა. ახალი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის პროცესში მასაჩუსეტსმა 1780 წელს შეადგინა საკუთარი შტატის კონსტიტუცია. მასში შეტანილი იყო შემდეგი მუხლი, რომელიც როგორც შეფილდის დეკლარაციას, ასევე დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეხმიანებოდა. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი და აქვს გარკვეული ბუნებრივი, არსებითი და განუყოფელი უფლებები, რომელთა შორის შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი: საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფლობისა და დაცვის უფლება, ქონების შეძენის, ფლობისა და დაცვის უფლება და ბოლოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ბედნიერების ძიებისა და მოპოვების უფლება. ეს ყველაფერი ანგარიშწორებისკენ მიდიოდა. ელიზაბეთი მალე ამ მაღალფარდოვან დაპირებებს იარაღად გადააქცევდა და უპირისპირდებოდა თავის მონათმფლობელს და მოითხოვდა თავისუფლებას, რომელიც მთელი ცხოვრება წართმეული ჰქონდა. 1791 წელს მასაჩუსეტსის კონსტიტუციის ფორმულირებების გაცნობიერებით, ბეტმა გადაწყვიტა თავისუფლება მოეთხოვა, იმ იდეაზე დაყრდნობით, რომ კონსტიტუცია ფაქტობრივად კრძალავდა მონობას შტატში. მოგვიანებით გადმოცემული ინფორმაციით მან უთხრა თეოდორ სეჯვიკს, ადვოკატს, რომელმაც 1773 წელს შეადგინა შეფილდის დეკლარაცია. გუშინ მოვისმინე იმ ქიმ ქაღალდის წაკითხვა, სადაც წერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორად იბადება და ყველა ადამიანს აქვს თავისუფლების უფლება. მე სულელი არსება არ ვარ. განა, კანონი არ მონცემს თავისუფლებას. სეჯვიკის მეუკვიდრეობა აბოლიციონისტურ მოძრაობაში არაერთგვაროვანია, მაგრამ ის ნამდვილად თვლიდა, რომ მონობა შეუთავსებელი იყო მასაჩუსეტსის ახალი კონსტიტუციის პრინციპებთან და დათანხმდა ამ საქმის აღებას. დიდი დრო არ გასულა, რომ მან ბეტის და ეშლის ოჯახში მონადმყოფი კიდევ ერთი მამაკაცის, ბრომის სახელით შეიტანა დოკუმენტები. ამბობენ, რომ ბრომი საქმეში სპეციალურად ჩართეს, რათა საქმე გაემყარებინათ, რადგან იმ დროს ქალებს შეზღუდული სამართლებრივი უფლებები ჰქონდათ. ამიტომ 1871 წელს დაიწყო სასამართლო საქმე ბრომი და ბეტი ეშლის წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ ისინი თავისუფლებას მოიპოვებდნენ. ამ საქმეს მასაჩუსეტსის კანონმდებლობაზე დიდი გავლენა ექნებოდა. ბრომისა და ბეტის ეშლის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყო საერთო სარჩელების ოლქის სასამართლის სასამართლოში, გრეით ბარინგტონის ქალაქში, 1791 წლის აგვისტოში. სედგვიკის თანაადვოკატი ამ საქმეში იყო თაპინგ რივი, კონექტიკუტის ლიჩფილდის იურიდიული სკოლის დამფუძნებელი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი პირველი იურიდიული სკოლა იყო. ერთად ისინი მასაჩუსეტსის შტატში ორ ყველაზე გავლენიან იურისტად მიიჩნეოდნენ. მათ დაასაბუთეს, რომ მასაჩუსეტსის ახალი შტატის კონსტიტუციის ფორმულირება ფაქტობრივად ხდიდა მონობის ინსტიტუტს უკანონოდ შტატში და რომ ბრომი და ბეტი უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
ჯონ ეშლიმ უპასუხა, რომ ეს ორი მონები არ იყვნენ, არამედ საოჯახო მსახურები იყვნენ, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ, რაც ამ ტიპის საქმეებში გავრცელებული არგუმენტი იყო მე-18 საუკუნის ბოლოს. სასამართლომ ბრომისა და ბეტის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და არა მხოლოდ უბრძანა ეშლის გაეთავისუფლებინა ისინი მონობიდიდან, არამედ გადაეხადა მათთვის კომპენსაცია მათი წლობით უფასო შრომისთვის. ამგვარად ბეტმა შეუძლებელი შეძლო. მან გაიმარჯვა. ამ მომენტში ის გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მასაჩუსეტსის კონსტიტუციის საფუძველზე თავისუფლება მოიპოვა და ამით მისი თანასწორობის დაპირება ცოცხალ უდაო ფაქტად აქცია. მას შემდეგ, რაც მან და ბრომმა თავისუფლება მოიპოვეს, მათ ეშლის სახლში ანაზღაურებადი სამუშაოები შესთავაზეს. ეს ძალიან გავრცელებული მდგომარეობა იყო ამერიკაში, გათავისუფლებული მონებისთვის მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში და მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მონობას სცულიდა სახლის მსახურობით მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ. თუმცა ბეტმა ეს შეთავაზება უარყო და ამის ნაცვლად თეოდორ სეჯუკისთვის დაიწყო მუშაობა. ის სეჯუკის ოჯახში მე-4 საუკუნეზე მეტს გაატარებდა და ოჯახის ახლო წევრი გახდებოდა თეოდორისა და მისი ცოლის პამელას შვილების ძიძის როლში. სწორედ ამ დროს მიენიჭა მას სახელი მამ ბეტი. 1791 წლის სასამართლო პროცესში თავისუფლების მოპოვების შემდეგ მან მიიღო გვარი ფრიმენი, რის შედეგადაც სამუდამოდ გახდა ცნობილი როგორც ელიზაბეთ ფრიმენი. სეჯუკების ბავშვების მიერ სახელ მამ ბეტის გამოყენება ნათლად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ის ოჯახისათვის. ეს არის კეტრინ სეჯუკისგან, თეოდორის ერთ-ერთი ქალიშვილისგან, რომელიც მოგვიანებით ცნობილი მწერალი გახდა. რომ ჩვენ მივიღეთ მამ ბეტის ცხოვრების ყველაზე დეტალური აღწერილობები. 1853 წელს, როდესაც თავად უკვე მოხუცი იყო, კეტრინმა დაწერა წიგნი სახელწოდებით მონობა ახალ ინგლისში, რომელიც გამოქვეყნდა ბენტლის მისელანიში. მიუხედავად იმისა, რომ მასაჩუსეტსა და სხვა ჩრდილოეთ შტატებში მონობის ინსტიტუტს რბილ შუქში წარმოაჩენდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ბეტის ცხოვრების შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ მოიპოვა მან თავისუფლება. სანამ ბეტი ახალ ცხოვრებას იწყებდა როგორც თავისუფალი ქალი, სეჯუკების ოჯახში მასაჩუსეტსის კანონზე მისი ქმედებები ახდენდა გავლენას. მისი საქმე, რომელიც ბრომთან ერთად 1791 წელს იქნა წარდგენილი, იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადრეული 1780-იანი წლების სასამართლო პროცესთაგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მონობა უკანონო გახდა 1780 წლის მასაჩუსეტსის ახალი კონსტიტუციის მიხედვით. დანარჩენი სამი ცალკეული სასამართლო საქმე იყო, რომლებიც ერთად ცნობილია როგორც კუოკ უოკერის საქმეები, თუმცა ყველა მათგანი ეხებოდა ერთსა და იმავე ადამიანს, მონა კაცს სახელად კუოკი, ან კუოკ უოკერი. შედეგად ნათელი გახდა, თუნდაც მათთვის, ვინც ჯერ კიდევ იმედოვნებდა მასაჩუსეტსში მონობის შენარჩუნებას, რომ ეს ინსტიტუტი დროებით არსებობდა და მალე დასრულდებოდა. 1793 წელს ელიზაბეთის გამარჯვებიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ მონობა შეუთავსებელია შტატის კონსტიტუციასთან. და როდესაც 1790 წელს პირველი ფედერალური აღწერა ჩატარდა, მასაჩუსეტსში არც ერთი მონა არ იყო ჩამოთვლილი. ამგვარად მასაჩუსეტსი გახდა ერთ-ერთი პირველი შტატი შეერთებულ შტატებში, რომელიც თავისუფალ შტატად იქცა. ვერმონტის რესპუბლიკის შემდეგ, რომელმაც როგორც დამოუკიდებელმა შტატმა 1767 წელს მონობა თავისი დაარსებისთანავე გააუქმა და პენსილვანიის შემდეგ, რომელმაც მონობა 1780 წელს გააუქმა, მეორე მხრივ, ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში, მაგალითად ნიუ-იორკში, მონობა მხოლოდ მე-19 საუკუნეში საკმაოდ გვიან გაუქმდა. ამგვარად, თავისი გამარჯვებით, ელიზაბეთ ფრიმენმა ისტორიის ბალანსი შეცვალა და მასაჩუსეტსი ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილად აქცია შეერთებულ შტატებში, სადაც მონობა მე-18 საუკუნეში მთლიანად აღმოიფხვრა. იმ წლებში, როცა ელიზაბეთ ფრიმენი სეჯუკების სახლში მუშაობდა, მას მეორე პროფესია ჰქონდა, ადგილობრივი მკურნალი, მედდა და ბებიაქალი იყო, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ იმდენი ფული დააგროვა, რომ საკუთარი სახლი იყიდა. იმ დროისთვის სეჯუკების შვილები უკვე გაზრდილები იყვნენ და ძიძა აღარ სჭირდებოდათ. ამგვარად მან პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად ჩერი ჰილზე, სტოკბრიჯის ქალაქში. მისი ქალიშვილი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე საკუთარი შვილები ჰყავდა, ახლოს ცხოვრობდა და ბეტი თავის დარჩენილ წლებს შვილიშვილებისა და თუნდაც შვილთა შვილების გვერდით ატარებდა. მან გრძელი სიცოცხლე იცხოვრა და 1829 წლის დეკემბერში სტოკბრიჯში გარდაიცვალა. რადგან მისი დაბადების ზუსტი თარიღი არ ვიცით, ვერ ვიტყვით ზუსტად რამდენი წლის იყო, მაგრამ გარდაცვალებისას დაახლოებით 85 წლისა იყო და თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი თავისუფალ ქალად გაატარა, ვიდრე მონობაში. თავისუფლების მნიშვნელობაზე დაფიქრებისას მან ერთხელ განაცხადა: ნებისმიერ დროს, როცა მონა ვიყავი, რომ ერთი წუთით თავისუფლება შემეთავაზებინათ და ეთქვათ, რომ იმ წუთის ბოლოს უნდა მომკვდარიყავი, მაინც მივიღებდი მას. მხოლოდ ერთი წუთით ღმერთის მიწაზე თავისუფალ ქალად დგომა რომ შემძლებოდა, ამას გავაკეთებდი.
ის ნაკრძალეს სეჯუკების ოჯახის სამარხში, სტოკბრიჯში, მასაჩუსეტსში. როგორც იქ დაკრძალული ერთადერთი ადამიანი, რომელიც სეჯუკების ოჯახის წევრი არ იყო. რაც მოწმობს იმ ადგილს, რომელიც მან დაიმსახურა იმ ოჯახში, რომელმაც ოდესღაც მისი თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარა. ოჯახმა მისი საფლავი წარწერით მონიშნა. ელიზაბეთ ფრიმენი, ასევე ცნობილი როგორც მამბეტი, გარდაიცვალა 1829 წლის 28 დეკემბერს. მისი სავარაუდო ასაკი იყო 85 წელი. ის დაიბადა მონად და თითქმის 30 წლის განმავლობაში მონად დარჩა. მას არც კითხვა შეეძლო და არც წერა, მაგრამ თავის გარემოცვაში მას არც ერთი არ ყავდა, არც უკეთესი და არც სწორი. მას არც დრო დაუკარგავს და არც ქონება. მას არასოდეს უღალატიან ნდობისთვის და არც ერთი მოვალეობა არ შეუსრულებია. ოჯახური სირთულეების ყველა შემთხვევაში ის იყო ყველაზე ეფექტური დამხმარე და ყველაზე გაზეგულთბილი მეგობარი. კარგო დედა, ნახვამდის. დაახლოებით 1812 წელს თეოდორის ერთ-ერთმა რძალმა, სიუზან რიდლის სეჯვიტმა, დახატა ბეტის ნაზი აკვარელის მინიატურა სპილოს ძულის ფირფიტაზე, როცა ის დაახლოებით 70 წლის იყო. დღეს მასაჩუსეტსის ისტორიულ საზოგადოებაში დაცული ეს პორტრეტი ფართოდ ითვლება მის ერთადერთ ცნობილ შემორჩენილ პორტრეტად. 2 საუკუნის განმავლობაში მისი გარდაცვალებიდან მისი ისტორია ცენტრალური გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმების ისტორიაში, როგორც შეხსენება იმისა, რომ თავისუფლების დაპირება მხოლოდ კანონში არ იყო ჩაწერილი, არამედ მას ითვისებდნენ ისინი, ვინც საკმარისად გაბედული იყო, რომ მოეთხოვა იგი. 2022 წლის აგვისტოში შეფილდის ისტორიულმა საზოგადოებამ მისი პატივსაცემად ძეგლი გახსნა, რითაც აღიარა მისი როლი თავისუფლებისკენ გრძელ გზაზე. ხშირად თავის დროის როზა პარკსად მოხსენიებული ელიზაბეთ ფრიმენის სიმამაცემ მხოლოდ საკუთარი თავისუფლება კი არ მოუტანა, არამედ დაეხმარა მოძრაობის გაჩენას, რომელმაც ქვეყანა შეცვალა. მონობაში და გაჭირვებაში დაბადებული ჯულია ჩინი ბავშვობას სხვა მონების მსგავსად მძიმე შრომაში ატარებდა. თუმცა მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა იგი რიჩარდ მენტორ ჯონსონის, აღმავლობის გზაზე მყოფი პოლიტიკოსისა და მომავალში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პლანტაციაზე გაგზავნეს. ჯონსონმა მალე ჯულია თავის ხარჭა დაიყვანა, რითაც დაიწყო ურთიერთობა, რომელიც უჩვეულო, სადაო და ძალიან რთული იყო. იგი მისი საოჯახო მეურნეობის მართვაში ეხმარებოდა და მათ შვილებს ზრდიდა, თუმცა ჯონსონმა მას თავისუფლება არასდროს მიანიჭა. მაშ, რატომ დატოვა იგი მონობაში? და რატომ იყო იგი თითქმის წაშლილი ისტორიიდან? ჯულია ჩინის ვინაობის გარკვევა, განსაკუთრებით მისი ადრეული წლების დეტალების, მარტივი საქმე არ არის. დემოგრაფიული ჩანაწერები არაზუსტად ინახებოდა მე-18 საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მონობაში დაბადებულ ადამიანებს ეხებოდა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ჯულია ჩინი 1780-იან წლებში დაიბადა, მაგრამ მისი მთავარი ბიოგრაფიც კი მხოლოდ 1780-დან 1787 წლამდე პერიოდით შემოიფარგლა. ეს არის მაქსიმალური სიზუსტე, რაც კი არსებული მტკიცებულებებით შეიძლება მივიღოთ. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ის 1780 წელს დაიბადა. სხვა წყაროები კი ამბობენ, რომ ის დაახლოებით 15 ან 16 წლის იყო 1812 წელს, რაც ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 1786 ან 1787 წელს დაიბადა. იგივე მიზეზით, მისი მშობლებისა და წარმომავლობის შესახებ ბევრი დეტალი არ არსებობს. მისი დედა იყო მონა ქალი, სახელად ანრიეტა. მიჩნეულია, რომ მისი მამა იყო თავისუფალი თეთრკანიანი კაცი, რომლის გვარიც მას მისცეს, რადგან კენტუკის ამ ნაწილში იყო ცნობილი ჩამოსახლებული ოჯახი, სახელად ჩინი. თუმცა, უფრო ადვილია იმის დადგენა, ვინ იყვნენ ჯულიას დამონებლები. ის დაიბადა რობერტ საკს ჯონსონისა და მისი ცოლის, ჯემაიმას პლანტაციაზე, კენტუკის ბლუგრასის რეგიონში, რომელიც იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობდა. ჯონსონები დასავლეთით კენტუკიში გადავიდნენ 1770-იან წლებში, როგორც იქ პირველი ევროპული წარმოშობის ამერიკელი დასახლებულები. რობერტი მუშაობდა მიწისგამზომად და შემფასებლად. ის ეხმარებოდა კენტუკის მომავალი კოლონიზაციის რუკების შედგენაში. მათ ბევრი შვილი ჰყავდათ, მაგრამ სწორედ მათი მეხუთე ვაჟი, რიჩარდ მენტორ ჯონსონი, რომელიც იქ 1870 წელს დაიბადა, იქნება ამ ისტორიისთვის გადამწყვეტი ფიგურა. მისი დაბადების დროს მონობა ბევრ თეთრკანიან ამერიკელს არ მიაჩნდა მორალურ კრიზისად, არამედ ჩვეულებრივ და აუცილებელ ინსტიტუტად, რომელიც დასავლეთის საზღვრის გაფართოებაში იყო ჩაქსოვილი, როგორც მალე ვნახავთ. კენტუკი დასახლდა ვირჯინიიდან დასავლეთისკენ გადმოსული ხალხით 1760-იან წლებიდან და 1792 წელს გახდა კავშირის მე-15 შტატი. აქ მონების ფლობა სრულად კანონიერად ითვლებოდა და ახალი შტატებისთვის მონობის დაშვების საკითხი ჯერ არ იყო გადაქცეული იმ ძაფრ პოლიტიკურ ბრძოლად, რადგან ის 1810-იანი წლებიდან გადაიქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ კენტუკი იყო მონათმფლობელი აგრარული შტატი პლანტაციური ეკონომიკით, ის ასევე სწრაფად გახდა ყველაზე დიდი თავისუფალი შავკანიანი მოსახლეობის მქონე შტატი აშეტეს ჯგუფში.
ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მონები, რომლებმაც ვირჯინიას მსგავს ადგილებში თავისუფლება მოიპოვეს, ხშირად პირველები გადადიოდნენ დასავლეთში, რათა საკუთარი პატარა ფერმა შეეძინათ, ან იმ ადგილიდან შორს ეცხოვრათ, სადაც მონობაში იყვნენ. ამასთან ერთად ჯულიას დროს აქ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ადგილობრივი ამერიკელები, მაგალითად კრიკისა და ჩოქტოს ტომები. ამას შექმნა ისეთი შტატი, სადაც თეთრი ჩამოსახლებულების, შავკანიანებისა და ადგილობრივის ურთიერთობრივების ურთიერთობის სოციალური წესები განსხვავდებოდა სხვა შტატებისგან და ეს რასობრივი შერევა ჯულიას ცხოვრებასაც განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია მონა ქალისგან დაიბადა, ის შორს იყო მხოლოდ დასავლეთ აფრიკული წარმოშობისგან. თუმცა მისი ეთნიკური წარმომავლობის სრული დეტალები დავის საგანია. უმეტესობა კვლევებისა დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ის ოქტორუნი იყო. ეს ტერმინი დღეს ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც მხოლოდ ერთ მერვედით არიან აფრიკული წარმოშობის, ხოლო 7 მერვედი ევროპული ან თეთრკანიანი ამერიკელების შთამომავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა მართლაც მოხდა აშშ-ის სამოქალაქო ომამდე პერიოდში, ეს უკიდურესად იშვიათი იყო. ეს სინამდვილეში ჯულიას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ჯულია იმ დროის სხვა მონებზე უფრო ღია კანისფერი იყო. ის ალბათ მაქსიმუმ კვადრონი იყო, რაც ნიშნავს, რომ მას მინიმუმ 1/4 აფრიკული წარმოშობა ჰქონდა. ჩვენ ასევე ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორ გამოიყურებოდა ის. ფოტოკამერები ჯერ არ არსებობდა, სანამ ის გარდაიცვლებოდა და მე-19 საუკუნის მისი პორტრეტები შეიძლება სრულად ზუსტი არ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ძირითადად ევროპული ან თეთრკანიანი ამერიკელი წარმოშობის იყო, მას ისე ექცეოდნენ როგორც სხვა მონა ბავშვს. მის დედას ანრიეტას და მის შვილებს აძლევდნენ საკვებს, რომელიც ძალიან ცოტა იყო იმ მძიმე შრომისთვის, რასაც მათგან ელოდნენ. ისინი გადარჩნენ მონების ბაღში ლობიოს, კომბოსტოსა და კარტოფილის მცირე რაოდენობით მოყვანით, მაგრამ როგორც ბევრი მონა, მუდმივად განიცდიდნენ ცილის დეფიციტს და მუდმივად დაუნაკრებლები იყვნენ. ჯულიას ბავშვობა სირთულეებითა და გაჭირვებით იყო აღბეჭდილი, თუმცა როცა მოზარდობაში შევიდა, მისი ცხოვრება ისე შეიცვალა, რომ მისი ბედი პირდაპირ დაუკავშირდა ძლიერ ჯონსონის ოჯახს, ისეთ ფორმებში, როგორცაც ცოტანი წარმოიდგენდა. ჯულიას ცხოვრება მოზარდობაში არ გამარტივდა. ამ დროს ჯულია დედასა და დას დააშორეს და გააგზავნეს საცხოვრებლად რიჩარდ მენტორის, ჯონსონის უმცროსი ვაჟის ოჯახში. ჯონსონი დაახლოებით 30 წლის იყო და უკვე ამბიციური, აღმავალი ფიგურა იყო კენტუკის პოლიტიკაში. მან საკუთარი ოჯახი დააარსა ბლუ სპრინგ ფარმაზე, დიდ მამულში, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ჯონსონი დაუქორწინებელი იყო და სინამდვილეში ტრადიციული გაგებით ის არასდროს დაქორწინებულა. მოგვიანო ცნობების მიხედვით, როცა ის დაახლოებით 16 წლის იყო, ერთ ახალგაზრდა ქალს ხელი სთხოვა, მაგრამ მისმა დედამ კატეგორიულად არ მოიწონა ეს ურთიერთობა და მასზე ზეწოლა მოახდინა, რომ დაესრულებინა. ზოგიერთი ამბავი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ჯონსონმა დაიფიცა, რომ აღარასდროს მისცემდა დედას ან ვინმეს უფლებას მის პირად ცხოვრებაში ჩარეულიყო. მართლა დადო თუ არა ეს ფიცი, ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავდა იმ არატრადიციულ საოჯახო გარემოს, რომელიც მალე ჩამოყალიბდა ბლუ სპრინგის ფერმაზე. როცა ჯულია იქ გაგზავნეს, ის მალე მისი ხარჯად იქცა. ძნელია გამოიყენო ისეთი ტერმინი, როგორიცაა ურთიერთობაში შევიდნენ ან მსგავსი რამ, რადგან აშკარად ეს ჯულიასთვის თავდაპირველად ნებაყოფლობითი შეთანხმება არ ყოფილა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობის ხასიათი უფრო რთული გახდა. ასევე ზუსტად რამდენი წლის იყო ჯულია ამ ყველაფრის დროს, უცნობი. თუ ის დაახლოებით 1786 ან 1787 წელს დაიბადა, მაშინ როცა რიჩარდთან საცხოვრებლად გაგზავნეს, ჯულია მხოლოდ დაახლოებით 14 წლის იყო. თუ ის რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1780 წელს დაიბადა, მაშინ უკვე 20-იან წლებში შედიოდა. რაც უფრო კონკრეტულად არის ცნობილი ისაა, რომ მან 1812 წელს ქალიშვილი სახელად იმოჯენი გააჩინა. მალევე მეორე ქალიშვილი სახელად ადელაინი შეეძინა. ძნელად თუ ვინმე დაეჭვდება იმაში, რომ რიჩარდი იყო ამ ორი გოგონას მამა, ცხადია, ამ დროისთვის მისი და ჯულიას ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო. ის კვლავ მონა იყო, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ რიჩარდი მას თავის ცოლად მოიხსენიებდა და სტუმრების მისვლისას ბლუ სპრინგ ფერმაზე იმოჯენსა და ადელინს თავისუფლად თავის ქალიშვილებად წარადგენდა. მათ ასევე ჯონსონის გვარი ჰქონდათ. ბოლოს მან მოაწყო, რომ მათ საკუთარი მიწა მიეცათ. ხოლო ისტორიკოსების უმეტესობა რიჩარდსა და ჯულიას საბოლოოდ არაოფიციალურ სამოქალაქო ქორწინებად მიიჩნევს, რომელიც ჩვეულებრივი სამართლებრივი სტრუქტურების მიღმა იყო. რიჩარდ მენტორ ჯონსონი დღეს ძირითადად ცნობილია როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 1827 წლიდან 1851 წლამდე, როდესაც მარტინ ვან ბიურენი იყო პრეზიდენტი. მაგრამ მისი პოლიტიკური კარიერა 46 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ის პირველად არჩიეს კენტუკის წარმომადგენელთა პალატაში 1804 წელს.
3 წლის შემდეგ ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა კენტუკი კონგრესში წარმოედგინა როგორც ფედერალური წარმომადგენელთა პალატის წევრს. მან ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1819 წლამდე, როდესაც შეძლო კენტუკიდან აშეთეშოს სენატორის არჩევნებში გამარჯვება, რასაც მოჰყვა 8 წელი წარმომადგენელთა პალატაში 1839 წლიდან და შემდეგ მისი ვადაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ვერ მოესწრო ჯონსონის ვიცე-პრეზიდენტად გახდომას, მისი პოლიტიკური კარიერა მნიშვნელოვანი იყო ჯულიას ცხოვრების გზის ფორმირებაში. რადგანაც მან არასდროს იქორწინა თეთრკანიან ქალზე და არ შექმნა იმ დროის მე-19 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებით უფრო ტრადიციული ოჯახი, როცა ის ყოველ წელს დაახლოებით 6 თვით ვაშინგტონში იყო, ტულია ფაქტობრივად მართავდა ბლუ სპრინგის ფერმას კენტუკიში. ეს იყო პლანტაციის ტიპის ფერმა, სადაც ბევრი მონა მუშაობდა. ჯულია მართავდა მას. ის ურთიერთობდა კონტრაქტორებთან, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდულობდნენ და ასევე ყიდულობდა საჭირო ნივთებს როგორც ოჯახისთვის, ისე ფერმისთვის. ის ასევე ორგანიზებას უწევდა და ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს, რომელთაგან ბევრი იმართებოდა მაშინ, როცა რიჩარდი ვაშინგტონიდან კენტუკიში ბრუნდებოდა და ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ ჯულია ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ეხმარებოდა იმ დახვეწილი ატმოსფეროს შექმნაში, რასაც ასეთ შეკრებებზე ელოდნენ. როცა ჯონსონი ყოველ წელს ვაშინგტონში მიემგზავრებოდა თავისი პოლიტიკური კარიერის გასაგრძელებლად, მან ჯულიას ანდობდა იმ ფულს, რომელსაც წინასწარ იღებდა, რაც იმ ეპოქაში მონა ქალისთვის უჩვეულო ნდობის გამოხატულება იყო. ჯულიას საქმიანობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ლურჯი წყაროს ფერმის მმართველად იყო ჩოქტოს აკადემიის დაარსება ამავე ფერმაზე. ეს იყო პანსიონი, რომელიც ფერმაზე აშენდა ამერიკელი ინდიელი ბიჭებისთვის. ჯულიას ხელმძღვანელობით ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ზოგი მხრივ, ეს ჯულიას საკუთარი ქალიშვილების განათლების საქმეს აგრძელებდა. მან ადგილობრივი მღვდელი და მხადაგებელი თომას ჰენდერსონი დაიქირავა იმოჯენისა და ადელაინის სასწავლებლად. შემდეგ კი ჰენდერსონმა სკოლაშიც დაიწყო სწავლება. ჩოქტაუს აკადემია დღესაც ნაწილობრივ დგას. კენტუკის ბლუ სპრინგ ფერმაზე შენობის ნანგრევები მინდორში დგას, თუმცა ბუჩქები და ხეები უკვე დიდი ხანია კედლებშია შეჭრილი, ხოლო სახურავი საუკუნეზე მეტი უყურადღებობის შის შემდეგ თითქმის მთლიანად ჩამონგრეული. თუმცა ყველასთვის, ვინც კენტუკის ამ ნაწილში ცხოვრობს, ჯულია ჩინის ცხოვრების ამბის ცოცხალი ნაწილი ჯერ კიდევ ჩანს იქ და შეგიძლიათ ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი თითქოს მიუთითებს ჯულია ჩინსა და რიჩარდ ჩინს შორის თითქმის თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე 1820-იან წლებში, ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე თავიდან ჩანს. მაგალითად, კენტუკის ადგილობრივი საზოგადოება ითმენდა თავიანთი კონგრესმენისა და მისი ასე ვთქვათ ცოლის უჩვეულო კავშირს, მაგრამ აშკარად აკრიტიკებდნენ მათ კულისებში. გარდა ამისა, მათი ურთიერთობა ძალიან უჩვეულო იყო და იმ დროის რასობრივი საზღვრების კანონებით იყო ჩამოყალიბებული. 1815 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯონსონი იურიდიულად სრულად დაეუფლა ჯულიას, თუმცა ის არ გაათავისუფლა. ის იურიდიულად მონად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი ღიად აღიარებდა მათ ქალიშვილებს და საკუთარივით ზდიდა. ისტორიკოსების აზრით, ჯონსონმა შესაძლოა ჯულიას გათავისუფლება თავიდან აიცილა, რადგან ემანსიპაციამ შეიძლება შეასუსტა ის კავშირები, რომელსაც ერთმა მეცნიერმა მათ შორის დამაკავშირებელი ძაფები უწოდა. ასევე იმ დროის კანონმდებლობით, რასათაშორისი ქორწინება კენტუკიში აკრძალული იყო, ასე რომ თუნდაც ჯონსონს ჯულია გაეთავისუფლებინა, ისინი მაინც ვერ დაქორწინდებოდნენ კანონიერად. თუმცა ჯულიას სახლში გავლენა ნამდვილად ჰქონდა. მან მოაწყო, რომ თავისი ძმა დანიელი და მისი ოჯახი ბლუ სპრინგ ფერმაზე გადმოეყვანათ, სადაც ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით უკეთეს პირობებში ცხოვრობდნენ. თუმცა 1821 წელს ისინი გარყიდეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჯონსონს პოლიტიკური კარიერის შენარჩუნებისას ფინანსური სირთულეები შეექმნა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ჯულიას ზოგჯერ უჭირდა დისციპლინის შენარჩუნება პლანტაციაზე, მისი მონობის სტატუსის გამო. ჯონსონის წერილები აჩვენებს, რომ მან თავის თეთრკანიან თანამშრომლებს დაავალა და ემორჩილებოდნენ მის ავტორიტეტს, თუმცა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მონა მუშა უგულებელყოფდა მის ბრძანებებს და მეზობელი კაცები არ იყვნენ მზად დახმარებოდნენ, როცა ის მათ სთხოვდა დახმარებას დასჯაში. 1823 წლის ზაფხულში ჯულიამ მძიმედ დაავადდა ქოლერით, რომელიც ამერიკის შუა დასავლეთში გავრცელდა. ქოლერა მე-19 საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ლურჯი სიკვდილი, რადგან ის დიდი ტალღებით გავრცელდა ევროპაში და შემდეგ ამერიკაში. 1810-იანებიდან 1890-იან წლებამდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მოიცავდა ქოლერის აფეთქებას ჩოქტოების აკადემიაში, სადაც ბევრი სტუდენტი დაავადდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯულია ბავშვებს ჯანმრთელობას უბრუნებდა, მაგრამ საბოლოოდ თავადაც დაავადდა. ის გარდაიცვალა ამის შედეგად და გახდა ერთ-ერთი მრავალი მსხვერპლთაგან 1830-იან წლებში, რაც ამ დაავადებისთვის ყველაზე მომაკვდინებელი პერიოდი იყო. ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რა ასაკში გარდაიცვალა იგი. ის ან 40-ის დასაწყისში იყო, ან 30-იანების ბოლოს. მისი დაკრძალვის ადგილიც უცნობია.
ჯულიას გარდაცვალების შემდეგ რიჩარდი, როგორც ამბობენ, ძალიან დამწუხდა. შემდეგ წლებში მან პლანტაციაზე კიდევ ერთ მონა ქალთან დაიწყო ურთიერთობა. როცა მოგვიანებით მან სხვა კაცთან წავიდა, ჯონსონმა ის დააკავებინა და აუქციონზე გაყიდა. შემდეგ მან მსგავსი ურთიერთობა დაიწყო მისი დისთან, რომელიც ასევე მონა იყო. ჯულიას ამბავი მრავალი ათწლეულის განმავლობაში დავიწყებული იყო. სინამდვილეში ამას დაფარვა უნდა ეწოდოს. 1836 საპრეზიდენტო არჩევნების დროს რიჩარდის პირად ცხოვრებასა და მონა ქალთან მის სკანდალურ ურთიერთობას ბევრი უარყოფითი პიარი ახლდა. მაგალითად, გავრცელდა პოლიტიკური პამფლეტები, რომლებიც რიჩარდ მენტორ ჯონსონს ილაშქრებდნენ ჯულია ჩინთან და მათ ორ ქალიშვილთან ურთიერთობის გამო. ერთ-ერთ კარიკატურაში, რომელიც 1836 წელს შეიქმნა, ჯონსონი გამოსახულია თავის ორივე ქალიშვილთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ჯულია ჩინის პორტრეტს უჭირავს. ხატვარმა განზრახ დაამუქა ჩინისა და გოგონების განის ფერი, რათა გაეზარდა რასობრივი სტიგმა და საჯაროდ გაეცინა ჯონსონისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მის პირად ცხოვრებას სკანდალი ახლდა, რიჩარდ მენტორ ჯონსონი მაინც აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად მარტინ ვან ბიურენის გვერდით. 1850 წელს ჯონსონი კვლავ პოლიტიკაში მუშაობდა, მაგრამ იმ დროისთვის მისი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა უკვე გაუარესებული იყო. ის გარდაიცვალა ინსულტით ნოემბრის მე-19 რიცხვში, 70 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ფრანკფურტის სასაფლაოზე, ფრანკფურტში, იანკფურტში. მისმა ქალიშვილებმა ჯულიასთან ერთად მიიღეს მნიშვნელოვანი ფერმები მზითვად და გათხოვდნენ თეთრკანიან მამაკაცებზე, თუმცა ისინი მის ანდერძში არაფერს მიიღებდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ორი ძმა, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ჯონი და ჰენრი ჯონსონი, როგორც ჩანს გაანადგურეს რიჩარდის დოკუმენტები და სხვა ჩანაწერები. აქ ალბათ ორი მოტივი იყო. პირველ რიგში მათ სურდათ რიჩარდის საკამათო ურთიერთობისა და ჯულიასთან ჰყავდა ორი ქალიშვილის შესახებ ყველა მოგონების წაშლა. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდი გარდაცვალების დროს განსაკუთრებულად მდიდარი კაცი არ იყო, მან დატოვა ისეთი დიდი ქონება, რომ მისმა ორმა ძმამ მისი მიღება ისურვა, ვიდრე იმოჯენს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, 1850 წელს გადაეცემოდა. მათ იპოვეს მოსამართლე, რომელიც მზად იყო დახმარებოდა მათ რიჩარდის შერეული რასის ქალიშვილისთვის მისი მიწების არ გადაცემაში. სასამართლომ გამოაცხადა, რომ მას არ დარჩენია არც ქვრივი, არც შვილები, არც მამა და არც დედა და ამიტომ გატალბებული ანდერძი ოფიციალურ ჩანაწერში შევიდა. რიჩარდის დოკუმენტების განადგურების შემდეგ და მისი ქონების ძმებსა და მათ ოჯახებზე გადასვლის შედეგად, ჯულია ჩინის ამბავი გარკვეულწილად დადუნდა. ეს ასე იყო მე-20 საუკუნის ბოლომდე, როცა ერთ-ერთ გამოცემაში მოხსენება გაკეთდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და მის დამონებულ მეუღლეზე. ამ მოხსენიებებმა ბოლო წლებში რამდენიმე მკვლევარში საკმარისი ინტერესი გამოიწვია, რის შედეგადაც გამოქვეყნდა მისი ცხოვრების და ეპოქის სხვადასხვა კვლევა, მათ შორის ამრიტა ჩაკრაბორდი მაიერსის სრული ბიოგრაფიული წიგნი. ამგვარად, ჯულია ჩინის ვიცე-პრეზიდენტის მონა მეუღლის ისტორია დავიწყებას გამოაცალეს. მიუხედავად იმისა, რომ Blue Spring Farm-ის დიდი ნაწილი გაქრა, ადგილობრივი მემკვიდრეობის დამცველების ძალისხმევამ ჩოქტაუ აკადემიის გადარჩენილი ქვის შენობის გამაგრებაში ხელი შეუწყო იმას, რომ მაინც შენარჩუნდეს იმ ადგილის ნაწილი, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა. ამ გზით ჯულია ჩინის ხსოვნა, რომელიც ოდესღაც თითქმის მთლიანად წაშლილი იყო ისტორიიდან, კვლავ იპოვება და იხსენება. ჯოის ჰითი იყო დამონებული აფროამერიკელი ქალი, რომელიც როგორც ჩანს 1835 წელს მას გამოფენაზე აჩვენებდნენ და მაყურებლების შორიდანაც კი მოდიოდნენ მის სანახავად. არა მხოლოდ მისი დიდი ასაკის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იგი ჯორჯ ვაშინგტონის ბავშვობის ძიძა იყო. ვაშინგტონის ბავშვობის ძიძა. მისი პატარა ჯორჯის შესახებ მოთხოვებმა გაამყარა მისი მტკიცებები, მაგრამ მის კეთილ და მოსაუბრე ხასიათს უკან იდგა კაცი, რომელიც მას იყენებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. შემომიერთდით, როცა მის ამბავს გავეცნობით. 1835-ის შემოდგომასა და ადრეულ ზამთარში, ქალი სახელად ჯოის ჰითი იყო მთავარი სალაპარაკო თემა ნიუ-ინგლენდსა და ნიუ-იორკში. ჰითი იყო გამოფენის მთავარი ფიგურა, რომელსაც მასაჩუსეტსში, კონექტიკუტსა და სხვა შტატებში ატარებდნენ. გამოფენას ხელმძღვანელობდა ფინეას თეილორ ბარნუმი, დაახლოებით 25 წლის კაცი, რომელიც მაშინ მსოფლიოსთვის თითქმის უცნობი იყო, მაგრამ მალე ცნობილი გახდებოდა როგორც ფითი ბარნუმი, უდიდესი შოუმენი დედამიწაზე. ბარნუმის შოუ 1835 წელს საკმაოდ მოგრძალებული იყო იმ თეატრებთან და ცირკებთან შედარებით, რომლებსაც ის მოგვიანებით მართავდა. ამ ადრეულ წამოწყებაში მას მხოლოდ ერთი ექსპონატი ყავდა, მოხუცი ქალი სახელად ჯოის ჰითი. ეს შეიძლება არც ისე საინტერესო მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰითი აშკარად ძალიან მოხუცი იყო. სინამდვილეში ჰითი იმდენად მოხუცი იყო, რომ ამტკიცებდა, თითქოს ჯორჯ ვაშინგტონის მეძძური ყოფილა,
ამერიკის რევოლუციური ომის დიდი გმირისა და შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის. ისინი, ვინც იმ შემოდგომასა და ზამთრის დასაწყისში ნიუ-ინგლენდში ჰიტს ესტუმრა. ან ვინც რამდენიმე კვირით ადრე ნიუ-იორკში, ნიბლის ბაღში მისი დებიუტი ნახა, მოხიბლული იყო მისი ისტორიებით პატარა ჯორჯიზე და იმაზე თუ როგორ გაზარდა იგი ვირჯინიაში საუკუნის წინ. საგულისხმოდ, ჯორჯ ვაშინგტონი ვირჯინიაში დაიბადა 1732 წლის გაზაფხულზე. 3 წლით ადრე, ვიდრე ბარნუმმა ჰითი გამოფენაზე წარადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ძუძუთი მკვებავი ქალები, როგორც წესი 20-დან 40 წლამდე ასაკის იყვნენ, თუ ბარნუმის მტკიცებებს დაუჯერებთ, ჰითი მინიმუმ 120 წელზე მეტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ბარნუმმა კიდევ უფრო გაადიდა ყველაფერი და განაცხადა, რომ იგი დაიბადა 1674 წელს და იყო 161 წლის. ეს ცოტა უცნაური განცხადება იყო, რადგან ამით გამოდიოდა, რომ იგი ვაშინგტონის მეძუძურად ყოფნისას უკვე 50-იანი წლების ბოლოს ქალი იქნებოდა. შეიძლება ბარნუმს ეგონა, რომ ეს რიცხვი მეტ მაყურებელს მიიზიდავდა. ნებისმიერ შემთხვევაში ამან ნამდვილად ბერს დაეჭვა მისი განცხადებები. ჰითი მალე სენსაციად იქცა, როგორც მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი და საინტერესო საოცრება. ის, ვინც იყო მონა აუგუსტინ ვაშინგტონის, ჯორჯის მა 14 ტონის და ვინც ზრუნავდა დამფუძნებელ მამაზე 1730-იანებიდან 1740-იან წლებამდე. და გარკვეული დროის განმავლობაში ბარნუმმა ბევრი ფული იშოვა და დიდი მედიის ყურადღება მიიპყრო მისი გამოფენით. მაგრამ ეს ხანმოკლე აღმოჩნდა. 1836 წლის 19 თებერვალს, სულ რამდენიმე თვიანი მედიის აჟიოტაჟის შემდეგ, ჰიტი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ჰიტის გარდაცვალებამ გამოიწვია მოვლენა, რომელმაც გარკვეულწილად პარადოქსულად დაამტკიცა, რომ ბარნუმი მის წარსულზე იტყუებოდა, მაგრამ ამავე დროს მის შოუმენის კარიერას წინ წასწევდა. როდესაც მოხუცი ძიძა გარდაცვლილი იწვა, ბარნუმმა გადაწყვიტა ეცადა და გამოეყენებინა ის ცნობილი სახელი, რომელიც მან წინა წლის განმავლობაში მოიპოვა. შესაბამისად, მან დაიქირავა ექიმი სახელად დევიდ ელ როჯერსი, რათა ჩაეტარებინა მისი სხეულის გაკვეთა და დაემტკიცებინა, რომ ის მართლაც 100 წელზე მეტი ასაკის იყო. თუმცა როჯერსმა ბარნუმის გადაჭარბებული მტკიცებები არ დაადასტურა. ამის ნაცვლად მან განაცხადა, რომ ის იყო ქალი, რომელიც იყო 70-იანი წლების ბოლოს ან 80-იანების დასაწყისში. და არა ის უჩვეულო 100-ლოვანი, როგორც ბარნუმი ამტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთამ და საზოგადოებრივი ყურადღებამ, რომელიც მას მოჰყვა, ბარნუმი შეიძლებოდა დაეღუპა. ის იყო ადამიანი, რომელიც კარგად ხვდებოდა, რომ ცუდი პიარი არ არსებობს. მან უკვე მიიპყრო საზოგადოების ინტერესი, როცა დაახლოებით 1500 ადამიანს $9 გადაახტევინა, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო, რომ დასწრებოდნენ გაკვეთას 1826 წლის 19 თებერვალს. მაშინაც კი, როცა ყველაფერი დასრულდა, ის კვლავ აგრძელებდა საზოგადოების ინტერესის გაღვიობას და უცნაურ ისტორიებს ავრცელებდა. რომ როჯერსმა სინამდვილეში გაკვეთა სრულიად სხვა ადამიანს ჩაუტარა, ხოლო ჰითი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო და ევროპაში მოგზაურობდა. ფენის გაზეთებს ეს ამბავი არ ყოფნიდათ და როგორც ნახავთ, ამან ბარნუმის კარიერის დაწყებას შეუწყო ხელი. მაგრამ სამწუხარო რეალობა ის იყო, რომ ჯოის ჰითი გარდაცვლილი იყო. მისმა აუტოპსიამ აჩვენა, რომ ის დიდი ალბათობით დაიბადა 1750-იან წლებში, როცა ვაშინგტონი ზრდასრულ ასაკში შედიოდა. თუ ჯოის ჰითი ის არ იყო, ვისაც ბარნუმი აცხადებდა, მაშინ ვინ იყო ის? რეალობა ისაა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ნამდვილი ჯოის ჰითის შესახებ. მაგრამ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ მისი ცხოვრების ზოგადი დეტალები შევკრათ. როგორც ჩანს, ის დაიბადა სადღაც 1750-იან წლებში. მისი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია უარყოთ იმ დროის მტკიცება, რომ ის აღმოსავლეთ აფრიკის სანასანაპიროსთან მდებარე მადაგასკარის კუნძულიდან იყო. ამის ნაცვლად უფრო სავარაუდოა, რომ ის ერთ-ერთ სამხრეთ შტატში მონათა ოჯახიდან იყო, სადაც ვირჯინია, კაროლინები ან ჯორჯია ყველაზე მოსალოდნელი ადგილებია. მისი დაბადების დროის გათვალისწინებით არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც მას ვაშინგტონის მამულთან, მაუნთ ვერნონთან დააკავშირებდა. მის შესახებ პირველი მნიშვნელოვანი ჩანაწერები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ის უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და კენტუკიში მონობაში იმყოფებოდა. 1835-ის დასაწყისში ბარნუმმა მიიღო ინფორმაცია მის შესახებ კენტუკელი შოუმენისგან, სახელად R.W. ლინცი. შემდეგ ის წავიდა მის სანახავად და ნახა ძალიან მოხუცი ქალი, რომელიც სრულიად ბრმა იყო,
ჰქონდა სქელი ნაცრისფერი თმა, პატარა ტანი, ფრჩხილები, რომლებიც ბჭყალებს გავდა და დაბერებული ნაოჭიანი სახე. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჰითი, რომელიც თითქმის უეჭველად მძიმე სიბერისათა და მეხსიერების დაკარგვისგან იტანჯებოდა, ძალიან საუბრის მოყვარული იყო და სტუმრებს სიამოვნებით უყვებოდა ისტორიებს თავისი საყვარელი პატარა ჯორჯის მოვლაზე. ვინ იყო ჯორჯი, ეს კვლავ სადავო საკითხია, მაგრამ ბარნუმმა სწრაფად მოაწყო ჰითის დაქირავება. რადგან მისთვის უკანონო იყო მონის ყიდვა, თავისუფალ ჩრდილოეთ შტატებში უკვე 1830-იანი წლების შუა პერიოდში. მან ასევე შეადგინა ტალბი ყიდვა გაკიდვის საბუთი, რომელიც თითქოს მე-18 საუკუნით თარიღდებოდა და მას ვაშინგტონის ოჯახთან აკავშირებდა. ამის შემდეგ ბარნუმი გაემგზავრა ნიუ-იორკში, რათა გამოეჩინა ის, რასაც თავად ჯორჯ ვაშინგტონის მაძუძურად მოიხსენიებდა. როდესაც სწავლობთ 1835 წლის მოვლენებს და ვითვალისწინებთ, ვინ იყო სინამდვილეში ჯოის ჰეთი, ძალიან ნათელი ხდება, რამდენად საზიზღარი იყო ბარნუმის საქციელი, როცა ცდილობდა იგი მსოფლიოსთვის ჯორჯ ვაშინგტონის 161 წლის მაძუძურად წარმოეჩინა. ის მხოლოდ იმით არ შემოიფარგლა, რომ ამ დაუცველ მონობაში მყოფ მოხუც ქალს ფულად სანახაობად აქცევდა, არამედ მას ზედმეტადაც სამუშავებდა. მისი პოპულარობის პიკზე 1835 წელს. ბარნუმი ამ ბრმა 80 წლის ქალს კვირაში 6 დღეს, დრეში 12 საათზე მეთხანს აჩვენებდა. ხალხს შეეძლო ხელი ჩამოერთმია მისთვის, გაესინჯა პულსი და შეხებოდა მას, რამდენადაც ეს მიზანშეწონილი იყო და მას ცხოველივით ექცეოდნენ. ეს დაახლოებით 7 ან 8 თვის განმავლობაში გაგრძელდა და მან ყველა მოგება ჩაიჯიბა, რომელიც, როგორც მიიჩნევა, $1500-ზე მეტი იყო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. დღეს კი დაახლოებით $50,000 შეადგენს. ბარნუმი ასევე არღვევდა იმ დროის მონათმფლობელობის წესებს, როდესაც, ციტატა, ქირაობდა ჰეთს მის კენტუკელ მფლობელთან, შტატში, სადაც მონობა ჯერ კიდევ მოქმედებდა და მიყავდა იგი ჩრდილოეთის თავისუფალ შტატებში, სადაც მონობა უკანონო იყო. მაგრამ ფაქტობრივად, მან ჰეთი ირიდა და უკანონოდ მოგზაურობდა ნიუ-იორკსა და ახალი ინგლისის შტატებში მონასთან ერთად. არსებობდა ჭორები დამატებითი ძალადობის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ამბავი ამბობს, რომ ბარნუმმა ჰეთი დაათრო და დარჩენილი კბილები ამოაღებინა, რათა უფრო ავთენტური 161 წლის ქალი ყოფილიყო, რაც არ უნდა გავდეს 161 წლის ადამიანს. არ არის ნათელი, მართალია თუ არა ეს ამბავი და შესაძლებელია, რომ ჰეთს ყველა კბილი აკლდა, როცა ბარნუმი პირველად შეხვდა მას. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი ამბავი გაჩნდა, მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ძალადობდა ბარნუმი ეფექტურად ხანდაზმულ ქალებზე, რომელიც საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავდა. ასევე ბევრი ადამიანი ადანაშაულებს ბარნუმს ჰეთის სიკვდილში, რადგან აღნიშნავენ, რომ ის დასუსტა მძიმე გრაფიკის გამო, რამაც ნაადრევ საფლავამდე მიიყვანა. რამდენადაც სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო ბარნუმის მოქცევა ჯოის ჰეთთან მიმართებაში, ეჩუგარეშეა, რომ ამ ეპიზოდმა მისი კარიერა დაიწყო. ჰეთის გაკვეთის შემდეგ მალევე მან დაარსა ბარნუმის დიდი სამეცნიერო და მუსიკალური თეატრი. მას სხვადასხვა წარმატება ჰქონდა, სანამ 1837 წლის პანიკამდე მივიდოდა. ფინანსური კრახი, რომელმაც 1830-იანი წლების ბოლოს ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. მაგრამ როგორც კი ხალხს ისევ ფული გაუჩნდა ჯიბეში 1840-იანი წლების დასაწყისში, ისინი დიდი რაოდენობით მოვიდნენ. ბარნუმის უახლეს წამოწყებაში, სკადერის ამერიკულ მუზეუმში, სადაც ბარნუმი გამოფენაზე ატენებდა ყველა სახის ადამიანს, ვისაც იმ დროისთვის ფიზიკურ სიშლეგედ მიიჩნევდნენ, ჯუჯებს, ალბინოსებს, გიგანტიზმით დაავადებულებს და სხვა მდგომარეობის მქონეებს, ეს იყო გრძელი კარიერის დასაწყისი, რომელშიც კაცმა, რომელიც ცნობილი იქნა როგორც დედამიწის უდიდესი შოუმენი და დაარსა ბარნუმისა და ბეილის ცირკი, უმეტესად გამდიდრდა უბედური ადამიანების ექსპლუატაციით, ისეთების როგორიც იყო ჯოის ჰეთი, ვისთანაც ყველაფერი დაიწყო 1830-იანი წლების შუაში. საინტერესოა, რომ ბარნუმის რეპუტაცია დღესაც ხშირად ძლიერდება, განსაკუთრებით 2017 წლის ფილმით უდიდესი შოუმენი, რომელმაც გამოტოვა მისი ცხორნო მხარეათის არასასიამოვნო. ჯოის ჰეთი დაკრძალეს აუტოფსიის შემდეგ ბარნუმის მშობლიურ ქალაქ ბეთელში, კონექტიკუტში. მან განაცხადა, რომ ეს პატივისცემით გაკეთდა, მაგრამ ეს უგულებელყოფს მის ყველა ქმედებას ამ მომენტამდე. მოგვიანო წლებში ბარნუმი მტკიცე აბოლიციონისტად ჩამოყალიბდა და ჰეთის ექსპლუატაცია მისთვის სერიოზული უხერხულობის წყაროდ იქცა. მან ამაზე მოგლედ დაწერა თავის 1869 წლის მემუარებში
და აღნიშნა, რომ ყველა ჩემს შოუში ჩადებულ ძალისხმევას შორის ყველაზე ნაკლებად ღირსეული იყო ის, რომელმაც მე ამ ბიზნესში შემიყვანა. მან დაამატა, რომ ეს იყო სქემა, რომელიც არანაირად არ იყო ჩემი მოფიქრებული. ის უკვე გარკვეული დროის განმავლობაში იყო საზოგადოებაში და მას უამრავი დამადასტურებელი ჰყავდა. მის ნამდვილობაში იმდენი დამადასტურებელი იყო, რომ როდესაც მასზე უფლებები ავიღე, გულთრფელად მჯეროდა, რომ ნამდვილი იყო. ბარნუმი ძირითადად ამცირებს ჰედთან ერთად ტურის მნიშვნელობას და დეტალებში არ შედის აუტოპსიის შესახებ. უბრალოდ მას ბნელ თემად მოიხსენიებს, რომელიც საიდუმლოთია მოცული. დღეს კი მისი ხსოვნა აღდგენილია როგორც რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ უცნაურობა, რომელსაც ბარნუმი თავისი კარიერის ასაშენებლად იყენებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰარიეთა ვაშინგტონის ნაშრომი მისტიკში სამედიცინო აპარტეიდი, რომელმაც გამოკვეთა თუ როგორ დარჩა აფროამერიკელებზე სამედიცინო ექსპერიმენტები მე-19 საუკუნის ამერიკაში ფენომენად, მაშინაც კი, როცა მონობა დასასრულს უახლოვდებოდა. და ბენჯამინ რისის ნაშრომებმა მე-19 საუკუნის ამერიკის გასართობ ინდუსტრიაში რასობრივ ურთიერთობებზე გამოკვეთა, თუ როგორ გახდა ჰეთი მსხვერპლი იმ ადამიანის, რომელსაც ხშირად ეპოქის უდიდეს შოუმენად მიიჩნევენ. გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ ვსწავლობთ ბიდი მეისონის ცხოვრებას, აფროამერიკელი ქალის, რომელიც მონობაში დაიბადა და მოგვიანებით კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად იქცა. მისი საოცარი ცხოვრება აერთიანებს როგორც მონობის გაუქმებას, ასევე მე-19 საუკუნეში შეერთებული შტატების დასავლეთით გაფართოებას. შემომიერთდით, როცა მის ისტორიას გავეცნობით. ბიდი მეისონი, როგორც მიიჩნევენ, დაიბადა 1818 წლის 15 აგვისტოს ჯორჯიის შტატის ჰენკოკის საგრაფოში, თუმცა ამ დეტალებში დარწმუნებული ვერ ვიქნებით. დაბადებისას მას ბრიჯეტი დაარქვეს, მაგრამ ახალგაზრდობაში ბიდი შეარქვეს და ეს სახელი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა. ბიდი დაიბადა მონობაში, რადგან ჯორჯია, ამერიკის სამხრეთში, მაშინ ჯერ კიდევ მონათმფლობელი შტატი იყო და ასეთად დარჩებოდა თითქმის 50 წლის განმავლობაში. რაც კიდევ უფრო უარესი იყო, ბიდი ახალგაზრდობაში მშობლებს დააშორეს და ჯორჯიელი პლანტაციის მფლობელს რობერტ სმითსონს მიყიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალგაზრდობა და მართლაც ცხოვრების ადრეული წლები მძიმე იყო და მონობაში გაატარა, ამ პერიოდში მან ბევრი უნარი შეიძინა, რაც მოგვიანებით წარმატების მიღწევაში დაეხმარა. მაგალითად, რობერტ სმითსონის პლანტაციაზე, რომელმაც იგი მისი თავდაპირველი მფლობელისგან შეიძინა 1820-იან წლებში. მან ბევრი რამ ისწავლა მეურნეობასა და სოფლის მეურნეობაზე. ასევე სხვა მონებმა, რომლებიც იქ იყვნენ, ასწავლეს მას ხალხური მედიცინის შესახებ, რომელიც აფრიკიდან შეერთებულ შტატებში იყო მოტანილი და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ წლებში მან ასევე ისწავლა ბებიაქალის უნარები. 1836 წელს ბიდი ან ქორწილის საჩუქრად გადასცეს, ან გაბიდეს რობერტ და რებეკა სმიტებზე, ახალგაზრდა წყვილზე, რომელსაც მისისიპის შტატში დასავლეთით პლანტაცია ჰქონდა. მან თავისი ცხოვრების შემდეგი 10 წელი იქ გაატარა. ამ პერიოდში კი 3 შვილი, 3-ვე ქალიშვილი გააჩინა. ელენი დაიბადა 1838 წელს, ენი 1844-ში, ხოლო ჰარიეტი 1857-ში. არსებობს ვარაუდი, რომ მისი მონათმფლობელი რობერტ სმიტი იყო ამ ბავშვების მამა, თუმცა ამის დასადასტურებელი საბოლოო მტკიცებულება არ არსებობს. 1857 წელს მისისიპიში ჩავიდნენ მორმონთა მისიონერები, რათა ადგილობრივები მოექციათ იესო ქრისტეს უკანასკნელი დრეების წმინდანთა ახალი ეკლესიის რწმენაზე, რომელსაც ხშირად უწოდებენ LDS ეკლესიას ან მორმონთა ეკლესიას. ეს დაარსა ჯოზეფ სმიტმა ნიუ-იორკის შტატის დასავლეთ ნაწილში 1820-იან წლებში. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ განიცადა ღვთიური გამოცხადებების სერია, ეკლესია მნიშვნელოვნად გაიზარდა მომდევნო წლებში. როგორც კი ასე მოხდა, მათ დაიწყეს დასავლეთისკენ გადაადგილება, რათა ეპოვათ ამერიკული სიონი, შეერთებული შტატების საზღვარზე. 1840-იან წლებში მათ ჰქონდათ საყრდენი პუნქტები ილინოისის, ოჰაიოსა და მისურის ნაწილებში, მაგრამ ეკლესიის გაძლიერებამ ამ რეგიონებში ასევე დამოიწვია წინააღმდეგობა და 1854 წელს სმიტი მოკრეს არეულობის დროს ილინოისში. მიუხედავად ამისა, მისი მიმდევრები ერთგულნი დარჩნენ საქმეს და მომდევნო წლებში მორმონთა ჯგუფები აგრძელებდნენ სამხრეთით და დასავლეთით გადაადგილებას ახალი მიმდევრებისლების მოსაძებნად. და სწორედ ასეთი მორმონთა ჯგუფი მივიდა სმიტის პლანტაციაზე მისისიპიში 1857 წელს. მორმონთა მისიის მისისიპიში ჩამოსვლიდან მალე რობერტ სმიტი LDS ეკლესიის წმენაზე მოექცა და შემდეგ გადაწყვიტა გადასულიყო იუთაში, რადგან მორმონთა ეკლესიის ლიდერები იქ გაემართნენ ახალი საზღვრის თემის დასაარსებლად.
მან თავისი ოჯახი და მონები წაიყვანა თან, მათ შორის ბიდი და მისი 3 ქალიშვილი. იქ ჯოზეფ სმიტის მეუკვიდრემ ეკლესიის ხელმძღვანელად ბრიგამ იანგმა თავისი ხალხი სალთ ლეიკის ველზე მიიყვანა და ისინი იწყებდნენ დასახლების შექმნას, რომელიც მორმონიზმის გულად იქცეოდა, სალთ ლეიქ სიტი. სწორედ აქ გაემართნენ სმიტები და უფრო ფართო ქარავანი, რომლის ნაწილიც იყვნენ 1847 წელს. 1858 წელს კოლორადოს გადაკვეთეს და იუტაში ჩავიდნენ. გზაში ბიდის სამედიცინო უნარები ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა და ის ქარავნის განუყოფელი წევრი იყო. როდესაც ისინი საბოლოოდ ჩავიდნენ იუტაში, სმიტმა და მისმა ჯგუფმა ქალაქ ქოტონუში დასახლდნენ, რომელიც შორეული არ იყო სოლთ ლეიქ სიტიდან. უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია აბოლიციონისტურ რელიგიურ დენომინაციას არ წარმოადგენდა. მართალია, ბრიგამ იანგს აშკარად ჰქონდა ანტიპათია აფროამერიკელი ხალხის მიმართ და სოლთ ლეიქ სიტიში და მის მიმდებარე დასახლებებში მონობა ნებადართული იყო. თუმცა 1851 წელს იანგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ზედაპირულად ბიდისთვის თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა გახსნა. 1858 წელს შეერთებულმა შტატებმა მექსიკა-ამერიკის ომის მშვიდობის შეთანხმებით დიდი ტერიტორია შეიძინა, რომელიც ტეხასიდან წყნარ ოკეანემდე ვრცელდებოდა. ეს მოიცავდა რეგიონს, რომელსაც მექსიკელები ალტა კალიფორნიას უწოდებდნენ, მაგრამ რომელიც მალე ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი გახდა. ასევე 1858 წელს კალიფორნიაში ვრცელი ოქროს ძარღვები აღმოაჩინეს და როცა ამ ამბავმა გავრცელება დაიწყო, 10,000-ობით ოქროს მაძიებელი და სხვა ავანტიურისტი კალიფორნიისკენ დასავლეთში დაიძრეს. 1859 ოქროს ციებ-ცხელებამ და მის შემდეგ წლებმა შტატის სწრაფი განვითარება გამოიწვია და ბრიგამ იანგი მოწადინებული იყო, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიას კალიფორნიის რეგიონში თავისი წარმომადგენლობა ქონოდა. შესაბამისად, 1851 წელს მან მისია სამხრეთ-დასავლეთით კალიფორნიის სან ბერნარდინოში გაგზავნა. მან დაარიგა მოგზაურობაში წასულები, რომ როდესაც კალიფორნია 1850 წელს, როგორც 31 შტატი შეერთებულ შტატებში შევიდა, ეს მოხდა როგორც თავისუფალმა შტატმა. ამიტომ მონების ფლობა შტატში აკრძალული იყო და ვინც იუტადან კალიფორნიაში მონებსთან მიიყვანდა, ფაქტობრივად მათ თავისუფლებას ანიჭებდა. ამგვარად, როდესაც რობერტ სმიტმა გადაწყვიტა ოჯახთან და მონებთან ერთად კალიფორნიაში მიმავალ მისიას შეერთებოდა, ჩანდა რომ ბიდი მალე მიიღებდა თავისუფლებას, მაგრამ სმიტს სხვა გეგმები ჰქონდა. რობერტ სმიტმა კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ მონები არ გაათავისუფლა და ბიდის მსგავსად, ბევრი მონა სრულიად არ იცოდა, რომ შტატში შესვლისთანავე თავისუფლებაზე ჰქონდა უფლება. გარდა ამისა, 1850-იანი წლების დასაწყისში კალიფორნიის ხელისუფლება როგორც წესი არ იყო მზად დაესაჯა მონათმფლობელები, რომლებიც შტატში მონებთან ერთად შედიოდნენ და მათ არ ათავისუფლებდნენ. შესაბამისად, ბიდი და მისი ქალიშვილები კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი მონობაში დარჩნენ. 1855 წელს ბიდის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, ელენმა, დაიწყო ურთიერთობა თავისუფალ შავკანიან მამაკაცთან, სახელად ჩარლზ ოუენსი. ჩარლზ ოუენსისგან გაიგო ბიდიმ, რომ კალიფორნიის კანონმდებლობით მონობა აკრძალული იყო და ბიდის ჰქონდა უფლება სასამართლოში ებრძოლა საკუთარი და თავისი ქალიშვილების მონობის სტატუსის წინააღმდეგ, რომლებსაც რობერტ სმიტი ფლობდა. შემდეგ ოუენსმა მას დახმარება გაუწია და ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლოში შესაბამისი პეტიცია შეიტანა. ბიდის არ მისცეს უფლება საკუთარი თავის დასაცავად ეთქვა რამე, მაგრამ რადგანაც მისი დამონებელი რობერტ სმიტი სასამართლოში არ გამოცხადდა, მიიღეს გადაწყვეტილება კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად ბიდისა და მისი 3 ქალიშვილისთვის თავისუფლება მიეცათ. ამგვარად საქმე გადაიდო 1856 წლის იანვარში, როცა ბიდი დაახლოებით 38 წლის იყო. ამ ეტაპზე ბიდიმ აირჩია გვარი, მეისონი. ეს იყო მაუსოლეუმის შუა სახელი, მორმონის სან ბერნარდინოდან, რომლისთვისაც ბიდი გარკვეული დრო მუშაობდა და როგორც ჩანს, მას პატივს სცემდა. როდესაც ბიდიმ და მისმა ქალიშვილმა 1856 წელს თავისუფლება მოიპოვეს, ბიდი და მისი ქალიშვილები გადავიდნენ ოუენსების ოჯახში, რომლებმაც მას სამართლებრივ დავაში დახმარება გაუწიეს, ხოლო მისი ქალიშვილი ელენი მალე ჩარლზ ოუენსზე დაქორწინდა. ბიდიმ მუშაობა დაიწყო მედდად და კარგად გამოიყენა სამედიცინო უნარები, რომლებიც ჯორჯიაში გაზრდისას შეიძინა. ის მალე წარმატებას მიაღწია ამ პროფესიაში, რადგან კალიფორნიაში მე-18 საუკუნის ბოლოს ყვავილის ეპიდემია მიფეთქა. და მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა მისი ბებია-ქალობის უნარები მუდმივად მოთხოვნადი იყო. მეისონი ამ პერიოდში ეკონომიურად ცხოვრობდა და ფულს ზოგავდა. 1866 წელს მან საკმარისი თანხა დააგროვა,
რომ ლოს-ანჯელესში Spring Street-ზე საკუთარი სახლი ეყიდა $250. ეს იაფი ფასი იყო, რადგან იმ დროს Spring Street-ი ლოს-ანჯელესის პერიფერიაზე მდებარეობდა, მაგრამ ქალაქის სწრაფი ზრდის შედეგად ეს ადგილი უფრო ცენტრალური გახდა. ამ სახლის შეძენით ბიდი ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც კალიფორნიაში ფორნიაში უძრავი ქონება შეიძინა და მალე კიდევ რამდენიმე ქონება დაემატა. იგივე ეკონომიურობა, რაც თავისუფლების პირველ წლებში გამოავლინა, ბიდიმ 1870-იან წლებში შეინარჩუნა. ბიდიმ დაიწყო დაგროვილი ფულის გამოყენება ქალაქის პერიფერიებზე იაფი უძრავი ქონების შესაძენად, ის შესაძენად, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ მომგებიანად ყიდდა, რადგან ლოს-ანჯელესის გარშემო ქონების ფასები მუდმივად იზრდებოდა. 1880-იანი წლების დასაწყისისთვის ბიდიმ მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა და ეს თანხა ქალაქში კომერციული შენობების ასაშენებლად გამოიყენა, რომლებიც შემდეგ საოფისე ფართებად გააქირავა. ამ გამჭრიახი ბიზნეს გზნობისა და კალიფორნიის უძრავი ქონების ინდუსტრიაში მისი წარმატების შედეგად 1880-იანი წლების ბოლოსთვის ბიდი მედისონმა, ქალმა, რომელიც 70 წლის წინ ჯორჯიაში მონად დაიბადა, დააგროვა ქონება, რომელიც დაახლოებით $300,000 იყო შეფასებული, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით $10 მილიონ შეადგენს. ბიდის საქმიანობა მის ბიზნეს ინტერესებს ცდებოდა. 1872 წელს მან და მისმა სიძემ ჩარლზ ოუენსმა ასევე დაარსეს ლოს-ანჯელესის პირველი აფრიკანული მეთოდისტური ეპური ეპისკოპალური ეკლესიის ფილიალი, რომელიც იყო პირველი აფრიკულ-ამერიკული ეკლესია ლოს-ანჯელესში. შეხვედრები, სადაც ეკლესიის დაარსების დაგეგმვა და ორგანიზება მიმდინარეობდა, მეისონის სახლში Spring Street-ზე ტარდებოდა. მიწა, რომელზეც ეკლესია აშენდა, ასევე უშუალოდ მის მიერ იყო შეწირული. მეისონი დღესაც ფართოდ არის აღიარებული თავისი ქველმოქმედებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. მაგალითად, მას მიაწერენ მნიშვნელოვან როლს ქალაქში აფრო-ამერიკელი ბავშვებისთვის პირველი დაწყებითი სკოლის დაარსებაში. მან ასევე მნიშვნელოვანი შემოწირულობები გაიღო ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და მიზნებისთვის, როგორც კი საკუთარი პირადი ქონება ამის საშუალებას მისცემდა. ამ საქმიანობებიდან ზოგიერთი საკმაოდ გამორჩეულია. მაგალითად, მეისონი ხშირად სტუმრობდა თავის რეგიონში მყოფ პატიმრებს, რათა ენახა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მათთვის იურიდიული დახმარების გასაწევად. 1880-იან წლებში, როდესაც ლოს-ანჯელესში ძლიერი წყალდიდობა მოხდა და ათასობით ადამიანი გაღატაკდა, მეისონმა რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში თავის სახელზე ანგარიშები გახსნა და ამ გზით მრავალი კვირის განმავლობაში იხდიდა წყალდიდობის მსხვერპლთა სატიტლებს. ბოლოს, ცხოვრების გვიან წლებში, მან თავისი სახლი ფაქტობრივად ბავშვთა თავშესაფრად და გაღატაკებულთა მზრუნველობის სახვად გადააქცია. ადამიანები ყოველდღე მოდიოდნენ აქ, რათა სიღარიბის შესამსუბუქებლად დახმარება მიეღოთ და როდესაც ბიდი ვეღარ ახერხებდა მათ კართან დახვედრას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მისი შვილიშვილი მათ სახლში შეჰყავდა, რომ ბიდის შეხვედროდნენ. არასაკვირად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბიდი ლოს-ანჯელესის აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დებია მეისონის სახელით გახდა ცნობილი. მეისონი გარდაიცვალა 1891 წლის 15 იანვარს ლოს-ანჯელესში, 73 წლის ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი ქველმოქმედებისა და რელიგიური საქმიანობისთვის საზოგადოების პატივსაცემ ფიგურად იქცა, ბიდი მაინც უსახელო საფლავში დაკრძალეს ევერგრინის სასაფლაოზე, რომელიც ქალაქის ბოილ ჰაიტსის რაიონში მდებარეობს. ხოლო თითქმის 100 წლის შემდეგ იქნა აღიარებული მისი წვლილი კალიფორნიის ადრეული ისტორიისთვის. როდესაც მისი საფლავის თავზე დიდი საფლავის ქვა აღმართეს 1988 წელს. ერთი წლის შემდეგ კალიფორნიის აფრო-ამერიკული მუზეუმმა გამართა გამოფენა, რომელიც მის ცხოვრებას მიეძღვნა და გამოაცხადა 16 ნოემბერი 1989 წელი ბიდი მეისონის დღით. დღეს ლოს-ანჯელესში მდებარე ბიდი მეისონის მემორიალური პარკი მის პატივსაცემად არის დასახელებული. ამგვარად, საუკუნის შემდეგ მეისონის გამორჩეული ისტორია ფართო საზოგადოებამ გაიგო. 1855 დასაწყისში, ერთი შეხედვით თეთრკანიანი 7 წლის გოგონას ფოტო ამერიკაში სენსაციად იქცა. მისი სახელი იყო მერი მილდრედ უილიამსი და ის ახლახან გაათავისუფლეს ვირჯინიაში მონობიდან. ამ ფოტოს უკან იდგა სენატორი ჩარლზ სამნერი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ამით ქვეყნის მასშტაბით აღშფოთებას გამოიწვევდა და აბოლიციონისტურ მოძრაობას კიდევ უფრო გააძლიერებდა. მაგრამ ვინ იყო ეს გოგონა და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკის სამხრეთში მონობაში? ფოტოზე, რომელიც ჩარლზ სამნერმა ამერიკაში გაავრცელა 1850-იანი წლების შუახანებში, გამოსახულია მერი მილდრედ ბოტსი, რომელიც მოგვიანებით უფრო ცნობილი გახდა როგორც მერი მილდრედ უილიამსი.
მისი ისტორია უცნაურია, რაც ხაზს უსვამს რასობრივი ურთიერთობებისა და მონობის პოლიტიკის თავისებურებებს ამერიკის სამოქალაქო ომის წარსულს. ის დაიბადა მონობაში, ვირჯინიის შტატში, უილიამის ოლქში, ვაშინგტონის სოფლის მახლობლად. ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ის დაიბადა 1847 წელს. მარიამის მამად ითვლებოდა სეთ ბოტსი. ის იყო მონობაში მყოფი კაცი რთული საგვარეულო ხაზით. სრულიად ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ იყო მისი მამა, თუმცა როგორც ჩანს, ეს იყო ბოტსების ოჯახის წევრი, იმავე ოჯახის, რომელმაც იგი მონობაში ყავდა. ბოტსების ოჯახის მრავალი წევრი მე-19 საუკუნის ვირჯინიაში გამოჩენილი პოლიტიკოსები იყვნენ. ჯონ ბოტსი მაგალითად იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი 1846 წლიდან 1850 წლამდე. მაგრამ როგორც ნახავთ, არსებობს დებატი იმის შესახებ, იყო თუ არა სეთ ბოტსი მერის ბიოლოგიური მამა. მერის დედა იყო ელიზაბეთ ნელსონი. ის იყო თავისი დამმონებლის შვილი და დაიბადა ფაუერს რანში, ვირჯინიაში 1822-ში. მისი მამა იყო თომას ნელსონი, ასე რომ ელიზაბეთი გაიზარდა საკუთარი მამის მონობაში. მამა 22 წლის ასაკში მან გაიცნო სეთი და მალე დაქორწინდნენ. მათ ყავდათ პირველი შვილი, ბიჭი, სახელად ოსკარი, 1855 წელს. 2 წლის შემდეგ დაიბადა მერი, ხოლო მეორე ქალიშვილი, სახელად ადელაიდა, დაიბადა 1859 წელს. მაგრამ სეთისა და ელიზაბეთის გოგონებში რაღაც უჩვეულო იყო, რამაც მოგვიანებით მთელი ქვეყანა მოხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები ორივე მონები იყვნენ, მერი და ადელაიდა სრულიად თეთრები ჩანდნენ. ჩურჩული გაძლიერდა, ხმები გავრცელდა და კითხვები გაჩნდა. ნამდვილად სეთის შვილები იყვნენ ისინი? თუ მათი ფერმკრთალი კანის უკან დამალული ისტორია იდგა და იქნებ სხვა, იდუმალი მამაც არსებობდა. თქვენ იფიქრებდით, რომ სეთ ბოტს ალბათ ძალიან მალე გაუჩნდა ეჭვი, რომ მერი და ადელაიდა მისი ბიოლოგიური ქალიშვილები არ იყვნენ, მათი ღია კანის ფერის გამო. სამოქალაქო ომამდე სამხრეთში ტრაგიკულად ჩვეულებრივი იყო, რომ მონათმფლობელები მონა ქალებზე ძალადობდნენ და ხშირად აჩენდნენ შვილებს, რომლებიც ძალიან ცოტას გავდნენ მანონიერ მამებს. მონა ქალებს ზოგჯერ სხვა ოჯახშიც აძლევდნენ დროებით და რა თქმა უნდა, მათი მფლობელობაც ხშირად იცვლებოდა. ზუსტად ეს დაემართა ელიზაბეთს 1846 წელს, მერის დაბადებამდე 1 წლით ადრე. ელიზაბეთის მამა თომას ნელსონი გარდაიცვალა 1845-ის ბოლოს და ის დედასთან და დებთან ერთად გადავიდა მისი მამის სიძის ჯეისი უიდენის საკუთრებაში. ამგვარად 1846-ის დასაწყისიდანვე მან დაიწყო თავისი გარდაცვლილი ნათესავის მონების მიტაცება. ამ პერიოდში დაიბადნენ მერი და ადელაიდა. ორივე იმდენად ღია კანისფერი იყო, რომ მარტივად შეეძლოთ თეთრკანიანებად გასვლა. დროის და მათი გარეგნობის გათვალისწინებით, ბევრს ეგონა, რომ ვიდენი იყო მათი მამა, მაგრამ სინამდვილე კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. სეთ ბოტს შეიძლება მართლა ეჭვი ეპარებოდა, იყო თუ არა მერი და ადელაიდას მამა, და ეს გასაგებია. ის პერიოდულად ისე ხვდებოდა ელიზაბეთს, მას შემდეგ რაც მან ნელსონების ფერმა დატოვა და ამ ვიზიტების დრო შეიძლება ემთხვეოდა როგორც მერის, ასევე ადელაიდას ჩასახვას. მონობაში სისხლთან და წარმომავლობასთან დაკავშირებული ასეთი გაურკვევლობები იშვიათი არ იყო. გარდა ამისა, მერის დედა ელიზაბეთ ნელსონი ასევე ძალიან ღია კანისფერი იყო. იმ დროის რასობრივ კლასიფიკაციებში მას სავარაუდოდ კვადრონად ან ოქტორონად მოიხსენიებდნენ. ტერმინები, რომლებიც იმ ეპოქის ფსევდოსამეცნიერო რასობრივ კალკულაციაში გამოიყენებოდა. ვინმესთვის 1/4 ან 1/8 შავკანიანის, ხოლო უმეტესად თეთრკანიანის იარლიკის მიწებები. მისი მამა თომას ნელსონი თეთრკანიანი იყო, ხოლო დედა შერეული რასის წარმომადგენელი. თუ უფრო შორს დაუბრუნდებით, ელიზაბეთის წინაპრებს შორის მნიშვნელოვანი ნაწილი თეთრკანიანი კოლონიური წარმომავლობის იყო, რაც მე-19 საუკუნის საზოგადოების თვალში მის აფრიკულ ფესვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სეთ ბოტსი ასევე შერეული რასის მონა იყო, თავისუფალი თეთრკანიანი კაცის არალეგიტიმური შვილი. მისი საკუთარი რთული წარმომავლობის გათვალისწინებით, უფრო გასაგები ხდება, რატომ გამოიყურებოდნენ მერი და ადელაიდა თითქმის სრულიად თეთრებად და რატომ ვერ იყო სეთი დარწმუნებული, იყო თუ არა მათი ბიოლოგიური მამა. ასე შეიძლება გამხდარიყო შემაშფოთებლად ჩაახმართული მონობა და რასობრივი იდენტობა ამერიკის სამხრეთში, რაც თაობების განმავლობაში უკონტროლო ექსპლუატაციისა და მონათმფლობელებსა და მონებს შორის ღრმად ფესვგადმული ძალაუფლების დისბალანსის შედეგი იყო. მერი მილდრედ ბოტსი არასოდეს მოხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ არა რასობრივად და პოლიტიკურად დამოხტული ატმოსფერო შეერთებულ შტატებში, როდესაც ის დაიბადა. მონობა არსებობდა იმ ტერიტორიაზე, რაც მოგვიანებით შეერთებული შტატები გახდა, ჯერ კიდევ 1619 წელს.
მომდევნო საუკუნისა და ნახევრის განმავლობაში მონობა კიდევ უფრო გავრცელდა და როდესაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოცხადდა 1776 წელს, ახალდამოყალიბებულ ქვეყანაში უკვე რამდენიმე ასეული ათასი მონა იყო. თუმცა მაშინაც კი მონობის მორალურობაზე მზარდი დებატი მიმდინარეობდა. ახალი ინგლისის ზოგიერთმა შტატმა მონობის შეზღუდვა ან თუნდაც აკრძალვა ჯერ კიდევ 1780-იან წლებში დაიწყო. თუმცა სამხრეთის შტატებში, როგორიცაა ვირჯინია, კაროლინები და ჯორჯია, ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებული იყო ისეთი კულტურების მისმოყვანაზე, როგორიცაა თამბაქო და ბამბა, რომლებიც მინდვრებში მონების შრომით იკრიფებოდა. ამ მიზეზით აქ მონობის გაუქმებას ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ. მონობის საკითხი 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდა. მერის დაბადებამდე მრავალი წლის განმავლობაში უმეტესმა ჩრდილოეთმა შტატმა მონობა გააუქმა. თუმცა ისინი მაინც თანხდებოდნენ სამხრეთის შტატებთან ერთად ეცხოვრათ, სადაც მონობა კვლავ მყარად იყო დამკვიდრებული. ამ არასტაბილურმა ბალანსმა თითოეულ რეგიონს მისსავე გზაზე სვლა მისცა შესაძლებლობა. თუმცა ამერიკის დასავლეთისკენ გაფართოებამ და ახალი ტერიტორიებისა და შტატების მიღებამ 1840-იან და 1850-იან წლებში ამ ახალ მიწებზე მონობის დაშვების საკითხმა კვლავ გააღვივა მძაფრი კონფლიქტები, რაც მონობის თემას განახლებული სიმწოვით დააბრუნა ეროვნულ დღის წესრიგში. 1854 წელს რესპუბლიკური პარტია ახალი ძლიერი ძალად გამოჩნდა და თამამად გამოაცხადა მონობის გაუქმება თავის მთავარ მისიად. მის დამფუძნებელ წევრებს შორის იყო მასაჩუსეტსის სენატორი ჩარლზ სამნერი, თავისუფლების დაუღალავი დამცველი. ამ პოლიტიკურ გადატრიალებას მალევე მოჰყვა მერი მილდრედ უილიამსის გამოჩენა ქვეყნის ყურადღების ცენტრში, რომლის ისტორიამაც უნდა გააღვიჯოს ქარიშხალი, რომელიც გაყოფილი ქვეყნის საფუძვლებს შეარგარს. მერი მილდრედ ბოტსმა მონობაში მხოლოდ 7 წელი გაატარა, მაგრამ ამ წლებმა მასზე ისეთი ღრმა კვალი დატოვა, რომელსაც ბორგილები ვერ შეედრება. ის რთული და არასტაბილური მდგომარეობა, რომელშიც მერი, მისი და-ძმები და დედა ვიდენების ოჯახში იმყოფებოდნენ, სავსე იყო დაძაბულობით და სირთულეებით. ვიდენი ცდილობდა გაეტიდა ბევრი მონა, რომელიც ნელსონისგან ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ ამას სასამართლოში ერთი რთული საკითხის გამო ვერ ახერხებდა. ელიზაბეთისა და მისი შთამომავლების სამართლებრივ მფლობელობაზე არსებული საკითხი. ეს ეხებოდა მის უკიდურესად რთულ საგვარეულო ხაზს. ამგვარად, ელიზაბეთი და მისი შვილები წლების შვილების განმავლობაში სამართლებრივ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ უიდენის პლანტაციაზე. 1850 წელს საკუთარი ბედის ხელში ჩაგდების გადაწყვეტილებით სეთ ბოტსმა გაბედული და სახიფათო მოგზაურობა დაიწყო. ჰენრი უილიამსის გათავისუფლებული მონისა და სანდო მოკავშირის დახმარებით მან გააყალბა თავისუფლების დოკუმენტები, რომლებიც ყველაფერს შეცვლიდა. ყველაფრის რისკის ფასად სეთმა ვირჯინია დატოვა და სახიფათო მიწისქვეშა რკინიგზით იმგზავრა, საიდუმლო გზით, რომელიც უამრავ გაქცეულ მონას ჩრდილოეთში თავისუფლებისკენ მიხავდა. ბოსტონში ჩასვლის შემდეგ მან თავი დაუღალავ შრომას მიუძღვნა, ერთი ძლიერი მიზნის გამო. შეეძინა თავისი ცოლისა და შვილების თავისუფლება. ხოლო საკუთარი გამბედაობითა და აბოლიციონისტი მოკავშირეების გადამწყვეტი მხარდაჭერით, სეთმა 1845 წლის დასაწყისისთვის საკმარისი თანხა შეაგროვა, რათა მათი გათავისუფლება უზრუნველეყო. შემდეგ ოჯახმა მიიღო გვარი უილიამსი, სწორედ ის სახელი, რომელიც იმ გაყალბებულ დოკუმენტებზე ეწერა და რომელმაც მათი გაქცევა გამოიწვია. საოცარი გარდაქმნის შედეგად პატარა მერი მილდრედ ბოტსი ვირჯინიაში ავარიყო მონა. ის იყო მერი მილდრედ უილიამსი, თავისუფალი გოგონა ბოსტონში, რომელიც ახლა მზად იყო ებრძოლა მთელ ქვეყანას. სებრძოლა მთელ ქვეყანას. აქ ჩაერთო ჩარლზ სამნერი ამ ამბავში. იმ დროისთვის, როცა მერი, მისი დედა და სხვა და-ძმები 1845 წლის დასაწყისში თავისუფლებას მიაღწიეს, სეთს უკვე დამყარებული ჰქონდა კავშირები აბოლიციონისტურ მოძრაობასთან ჩრდილოეთის თავისუფალ შტატებში. ერთი ასეთი კავშირი იყო სამნერი, რომელიც ახლახან დაეხმარა რესპუბლიკური პარტიის შექმნაში. მას სმენოდა მერისა და ადელაიდის რთული ოჯახური წარმომავლობის შესახებ და იმ ფაქტის შესახებ, რომ ვინც არ უნდა ენახა ისინი, თეთრები ეგონებოდათ. გულისა და გონებისათვის ბრძოლაში გამოსახულების ძალის გაცნობიერებით, სენატორმა ჩარლზ სამნერმა ახლა მოაწყო, რომ მერის დაგეროტიპის ფოტო გადაეღოთ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის იყო 2 დისგან უფროსი. მიღებული ფოტო მალე გამოქვეყნდა ბოსტონის ტელეგრაფსა და ნიუ-იორკ დეილი ტაიმსში, რედაქციული სტატიების თანხლებით, რომლებმაც კითხველები გააოცა. როგორ შეიძლებოდა გოგონა, რომელიც ასე აშკარად თეთრკანიანი ჩანდა, ოდესმე ყოფილიყო მონა? ფოტო გახდა უეჭველი მტკიცებულება მონობის გულში არსებული მორალური გახსნილებისა, რომელმაც ყველას აჩვენა სამხრეთის დამახინჯებული რასობრივი ლოგიკა და ძალადობა. რეაქცია მუხტიანი იყო. სტატიებმა ეროვნული სენსაცია გამოიწვია, ხოლო მერის გამოსახულება ელვის სისწრაფით გავრცელდა, რითაც ის ამერიკის პირველ ნამდვილ სიმბოლოდ აქცია, სულ რაღაც 10 წლეულის შემდეგ, რაც ფოტოგრაფია გაჩნდა.
მიმდინარე ტალღის შეგრძნებით, სამნერმა ის ჩრდილოეთში გამოსვლების ტურნეზე წაიყვანა და მისი ამბავი იარაღივით გამოიყენა. სიტყვით გამოსვლიდან გამოსვლამდე ის ხაზს უსვამდა, რომ მონობამ არა მხოლოდ მილიონობით ადამიანი გააუსახურავა, არამედ თვითონ რასის საზღვრებიც გააბუნდოვა, ძირითადად თაობების განმავლობაში სექსუალური ექსპლუატაციის გზით. მერი მილდრედ უილიამსი მას შემდეგ სამხრეთის ცოცხალ ბრალდებად იქცა. მისი სახე მხოლოდ ერთი გოგონას ისტორიას არ ასახავდა. ის ასახავდა იმ ჩილქოვან ფარისევლობას, რომელიც ქვეყანას სამოქალაქო ომისკენ კიდევ უფრო აჩქარებდა. მერი მილდრედ უილიამსი მაშინ იმდენად პატარა იყო, რომ ალბათ ვერც კი აცნობიერებდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკისთვის. სუმნერთან ერთად მოგზაურობის შემდეგ მის საქმეზე ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხლა და ის ბოსტონში დაბრუნდა თავის და-ძმებთან ერთად, რომლებიც ახლა უკვე საბოლოოდ თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ როგორც ოჯახს საკუთარი თავისუფლებით ეცხოვრათ. თუმცა მერის დრო, როგორც პოსტერზე გამოსახული გოგონასი, ძალიან დიდი გავლენის მქონე აღმოჩნდა და ეს ყველაფერი ფიქს მიაღწია 1845 წლის მაისის 22 რიცხვში. იმ დღეს სუმნერს აშას-ეშოს სენატის დარბაზში თავს დაესხა მონობის უკიდურესი მხარდამჭერი სამხრეთის შტატებიდან და წარმომადგენელთა პალატის წევრი პრესტონ ბრუქსი. საოცარია, მაგრამ ბრუქსმა სუმნერი თითქმის სიკვდილამდე სცემა. მას ხერხემლის მძიმე დაზიანება დარჩა, რომლისგანაც მხოლოდ ექსპერიმენტული ქირურგიული ოპერაციის წყალობით გამოჯამრთელდა ევროპაში 1858 წელს. ეს სასტიკი 1846 წელს მომხდარი თავდასხმა სუმნერზე ბრუქსის მიერ ფართოდ ითვლება გადამწყვეტ მომენტად ჩრდილეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების დაშლის პროცესში. ძალადობრივი სიმბოლო გაღრმავებული განხეთქილებისა, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ამერიკის სამოქალაქო ომის დაწყებამდე 1861 წელს. ეს ომი დასრულდებოდა 4 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი გამოსცემდა ემანსიპაციის პროკლამაციას და საბოლოოდ დამტკიცდებოდა მე-13 შესწორება, რომელმაც გააუქმა მონობა შეერთებულ შტატებში. მონობის ოფიციალური დასრულებით დაიწყო ხანგრძლივი და მტკივნეული ექსპლუატაციის სისტემის დაშლა, რომელმაც ჩამოაყალიბა მერი უილიამსის რთული და ტრაგიკული წინაპრები. მაგრამ მისი ისტორია აქ არ მთავრდება. მას შემდეგ, რაც მერი მილდრედ უილიამსი ეროვნული ცნობადობის მწვერვალზე ავიდა მე-18 საუკუნის 50-იან წლებში, როგორც ახალგაზრდა გოგონა, რომლის გამორჩეულმა გამოსახულებამ ქვეყანა შოკში ჩააგდო, ის ჩუმად გაქრა საზოგადოების თვალთახედვიდან. თუმცა მან გრძელი ცხოვრება განვლო, თუნდაც იმ დროისთვის ოდნავ არაორდინარული. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ის ბოსტონში, მასაჩუსეტსში ცხოვრებას აგრძელებდა. ის და მისი ოჯახი იქ შეუერთდნენ იმ მზარდ ნაკადს, რომელიც ყოფილი მონებისგან შედგებოდა და რომლებიც სამხრეთის შტატებიდან ჩრდილოეთის ინდუსტრიულ ქალაქებში გადავიდნენ, რადგან ამერიკის ეკონომიკური ცხოვრება მე-19 საუკუნის ბოლოს შეიცვალა. ბოსტონში, საკუთარ სახლში, უილიამსების ოჯახი სამხრეთიდან ჩამოსულ სხვა მიგრანტებთან ერთად ცხოვრობდა. ჯოზეფინ და ჯოზეფ ჯექსონები ლუიზიანადან გათავისუფლებული მონების წყვილი იყვნენ. ჰენრი კლეი ჩრდილოეთ კაროლინადან 19 წლის ყოფილი მონა იყო და კიდევ რამდენიმე სხვა ცხოვრობდა მათთან ერთად. ამგვარად, უილიამსების სახლი მასაჩუსეტსში თავშესაფარი გახდა ბევრი ყოფილი მონისთვის სამხრეთის შტატებიდან, რათა ჩრდილოეთში ფეხზე წამოდგომოდნენ, სანამ ბოსტონში ჩასვლას შეძლებდნენ მე-19 საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში. დროის გასვლასთან ერთად ოჯახი ნელ-ნელა დაშორდა ერთმანეთს. თითოეული წევრი თავის ცხოვრებასა და გზას დაადგა. მერი და ელიზაბეთი გადავიდნენ საცხოვრებლად ჰაიდ პარკში ბოსტონში, ძირითადად თეთრკანიანებით დასახლებულ უბანში. იქ ცხოვრებისას მერიმ კარგი სამსახური მიიღო 1882-ში. მუშაობდა კლერკად ქონების რეგისტრაციის ოფისში. ამ სამსახურმა მას წლიური ხელფასი $780 აძლევდა, რაც იმ დროისთვის სოლიდურ თანხად ითვლებოდა და დღეს დაახლოებით $25,000 ეკვივალენტია. შემდეგ მერი გადავიდა ბინაში, ტრემონტის ქუჩაზე 1888 წელს, რათა სამსახურთან ახლოს ყოფილიყო. როგორც ჩანს, მერის ეს სამსახური ძალიან მოსწონდა და იქ დარჩა მანამ, სანამ მე-20 საუკუნის პირველ წლებში პენსიაზე არ გავიდა. მერი არასდროს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. მან ასევე ბევრად გადააცილა სიცოცხლით თავის სხვა ოჯახის წევრებს. ის ერთადერთი იყო, ვინც მე-20 საუკუნის დადგომისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. როგორც რასობრივი იდენტობის საინტერესო მაგალითი, სამოქალაქო ომის შემდგომ ამერიკაში, მან ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა, რომ თეთრად ეცნო თავი და ოფიციალურ აღწერებსა და მსგავს დოკუმენტებში ასეა დაფიქსირებული. ამ ჩანაწერთაგან ერთ-ერთი 1900 წლის აშშშ-ის ფედერალური აღწერა ასევე მიუთითებს, რომ ის ცხოვრობდა ქალ პარტნიორთან, სახელად მერი მეინარდი, რომელიც იმ დროს 45 წლის იყო. იმ დროისთვის ის ბოსტონის ბიკონ-ჰილის რაიონში ცხოვრობდა, რომელიც ცნობილი იყო გეი და ლესბოსური ურთიერთობებისადმი ლიბერალური დამოკიდებულებით, როცა ეს ურთიერთობები ღიად არ გამოიხატებოდა.
მერი მეინარდი ალბათ მერი მილდრედ უილიამსის პარტნიორი იყო, რაც ახსნიდა მის გადაწყვეტილებას არ დაქორწინებულიყო და არ ყოლოდა შვილები. მერი მილდრედ უილიამსი იცოცხლა 1921 წლამდე და გარდაიცვალა ბოსტონში, დაახლოებით 70-იან წლებში. ეს იყო მშვიდი, შეუმჩნეველი დასასრული ცხოვრებისა, რომელმაც ოდესღაც მთელი ერის ყურადღება მიიპყრო. ყოფილი ბავშვი ხატი აბოლიციონიზმისა, რომელიც დავიწყებას მიეცა, როცა ისტორია მის გარეშე გაგრძელდა. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ კომპილაციურ ვიდეოს ამერიკულ მონობაზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ვიდეოზე და თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. ასევე მომწერეთ თუ გსურთ მეტი თემა აფროამერიკელების ისტორიაზე, მონობის ისტორიაზე, ამ მსგავს საკითხებზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთა. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ მომავალ გადაცემაში დავიწყებული ცხოვრებები ისევ გნახავთ. გმადლობთ!